ნუ კიდე სოკრატე ბევრ რაღაცას ფიქრობდა, რასაც გვანიშნებდა, რომ მაგას საგან უნდა იმს. უი, აქ ერთი ტიპი არის. ვაიმე, ამის ხო. გამო შეიძლება დავიბლოკოთ ეს რო ჩანს. ვინ? აუსტრიელი მხატო არის. აქ რა უნდა? არ ვიცი, ანუ აი მაგას მთელი ვიდეო ედება ბლარი რა, რამენაირად დაუბლარავ ხო ხდები. ანუ სხვა ხო, გზა. ანუ სხვა რა. აქ რა ჯანდაბა უნდა? გამარჯობა, დღეს მე და თემო გავაკეთოთ ფილოსოფოსების tier lists და განვიხილავთ რომელი ფილოსოფოსი რა კონკრეტულ კატეგორიას ეკუთვნის. კატეგორიებს გაგაცნობთ წინასწარ და ნუ ფილოსოფოსების ჩამოთვლას არ დავიწყებ, მერეც ნახავთ. მოკლედ, პირველი და ყველაზე კარგი კატეგორია არის GOAT-ი. აქ იქნებიან მართლა GOAT-ი ფილოსოფოსები. შემდეგი კატეგორია არის ზედმეტად კარგი, შემდგომ ძალიან კარგი, მერე კარგი, მერე ნორმალური, შემდეგი არის არაუშავს რა. მერე არის მეჰ ფილოსოფოსები, აი, წიგნს რო წაიკითხო ფილოსოფოსის ადროი, მეჰ რა. ეგეთი ფილოსოფოსები იქნებიან აქ. შემდეგი კატეგორია, ბოლოს წინა კატეგორია არის ჰაჰაჰა. აქ არის ფილოსოფოსები, რომლებსაც წაიკითხავ და სიცილი მოგინდება, რომ დაცინო მაგ ფილოსოფოსს. და ბოლო, ჩემი საყვარელი კატეგორია არის იდეაში ეს, რომ ვაფშე არ იყო ეგ ადამიანი ფილოსოფოსი, ან ვაფშე არ არის ფილოსოფოსი, საერთოდ. ყველაზე საინტერესო კატეგორია ალბათ ეს იქნება ჩემი აზრით. ხო, ნუ სიმართლე რო ვთქვათ, ამას ასე ანუ მსგავსი სახის ვიდეოს ჩაწერა ჩვენ არ ვაპირებდით, უბრალოდ მოთხოვნა იყო, ბევრმა ადამიანმა დაგვიწერა, რომ tier list-ის ნახვა უნდათ და რავი, ჩვენს გავაკეთებთ რა პრობლემა არის, თან განვიხილავთ, ვისაუბრებთ ამ ფილოსოფოსებზე. ნაყოფიერი საუბარიც გამოვალოთ, რა ვიცი. ხო და აი, ესე იგი, განხილვა მოგვიწევს. სიაში პირველი არის პლატონი. აი, შენ რას ფიქრობ, ჯერ სანამ tier-ზე გადახვალ, თვითონ პლატონზე რას ფიქრობ და მე განვიხილოთ, სად გვინდა რომ ჩავსვათ. ოკეი. ნუ პლატონზე ბევრი რამის თქმა შეიძლება. პირველი იმას ვიტყვი, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსი არის და მაგას კონკრეტული მიზეზები აქვს, რა კულტურული და სოციალური ძვრებიც გამოიწვია ანტიკურ საბერძნეთში. მაგის გარდა ფილოსოფიაში ბევრი საინტერესო იდეა აქვს და ასევე ბევრი ცუდიც, ანუ უაზრო იდეა, ჩამოუყალიბებელი, ნორმალური არგუმენტი რო არ აქვს და ეგ შეგვიძლია იდეაში სოკრატესაც დავაბრალოთ, მაგრამ პლატონმა დაწერა ეგ ყველაფერი, ამიტომ მაინც პლატონსაც იეწერება ეგ აზრები. სოკრატეს ყავს ცალკე, ხო, როგორ ჩანს. ეს სოკრატეს ყავს ცალკე, მაგრამ ეგ ორივე ჩვენი ერთ კატეგორიაში იქნებიან. სხვანაირად, არა, სოკრატემ ხო რა, ზოგი გადმოცემის თანახმად კითხვა არ იცოდა და მგონი ვინც კითხვა იცოდა, ცოტა მაღლა დგას, ვინც კითხვა არ იცოდა იმაზე. აი, ერთი კატეგორიით დაბლა ჩავსვათ, მაშინ სოკრატე მარტო მაგის გამო. აი, მოდი ესე ვქნათ ახლა რა. მოკლედ, იდეალიზმი ხომ მნიშვნელოვანი მოვლენაა ფილოსოფიისათვის. კი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პლატონმა დაიწყო იდეალიზმი, იმიტომ რომ ახლა ჩვენ თუ შევხედავთ სოკრატეს წინ ვინ ფილოსოფოსებიც იყო, ანუ წინარე სოკრატეულ ფილოსოფოსებს, იდეალიზმს ვერავის ვერ დავაბრალებთ ნამდვილად. აი, ახლა იქ შეიძლება ჰერაკლიტეს ლოგოსზე ილაპარაკო და რაღაცა, მაგრამ ნუ ახლა იდეალიზმს როგორც პლატონმა თანსაჩალი ჩუო. ხო, მოკლედ, აქვე ბარემ პლატონის რაღაც იდეები რო განვიხილოთ, რომ მაყურებლისთვისაც ინფორმაციული იყოს. პლატონს ჰქონდა თეორია იდეების შესახებ, რომლის მიხედვითაც არსებობს იდეალური ფორმები იმ საგნებისა, რომლებსაც ჩვენ ხედავთ რეალობაში. ეს იდეალური ფორმები არიან განთავსებულები არარეალურ იმ სამყაროში, რასაც ვიმყოფებით, არამედ ამაზე უფრო რეალური, მეტარეალური სამყარო არსებობს, რომელიც იდეალური არის და იქ არიან. ასევე პლატონის თანახმად სახელმწიფოს უნდა მართავდეს ფილოსოფოსი, რადგან ჭკვიანი არის ის, მაგრამ ერთი პრობლემა არის მან, რომ ფილოსოფოსს სიბრძნე უყვარს და არა ძალაუფლება, ამიტომაც გაუჭირდება ფილოსოფოსს, რომ უნდოდეს მართველად ყოფნა. ორჯერ მიიწვიეს სირაკუზაში და ერთხელ მონად გაყიდეს. საინტერესო კაცი იყო. ათენის სკოლაც მაგ კაცმა დაარსა. მოკლედ, რაში მდგომარეობს ახლა პლატონის გამოქვაბულის იდეა, ძალიან მოკლედ ამარტივად რო ავხსნათ, წარმოიდგინეთ არის გამოქვაბული, სადაც ზის ხალხი. აქსის დაუშვათ ხალხი. ამ ხალხის უკან არის ესე კედელი. ეს ხალხი ამ კედელს, ან თავიანთ წინ, სადაც იყურებიან, ხედავენ ჩრდილებს, კონკრეტული ნივთების ჩრდილებს. მაგრამ ამ ხალხის უკან არის კიდე კედელი.
ამ კედლის უკან არის სხვა ხალხი, რომლებიც ამ გამოსახულებებს, ასე ვთქვათ, ათამაშებენ ჭყალებში, რო ვთქვათ და კიდევ არის სინათლე, ზე არა ოღონდ, ანუ ცეცხლი, ან რაიმე მსგავსი, რომელიც ამ გამოსახულებს ანათებს და იერეკლავს ჭრილს. და შემდეგ არის უკვე გამოქვაბულიდან გასასვლელი, სადაც არის მზე და ნამდვილი ცხოვრება. მთელი ალეგორია ის არის, რომ ამ გამოქვაბულს ადამიანმა როგორმე თავი უნდა დააღწიოს. და იმ ჭრილებს, რომლებიც ნამდვილი ნივთები გონია, ანუ და გაექცეს და სინამდვილე დაინახოს იმის უკან, რაც ხდება სინამდვილეში, ფარდის უკან. და ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველი, პლატონი ფიქრობს, რომ ეგ ყველას არ შეუძლია. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ყველა არ არის რჩეული. პირიქით, ადამიანთა უმეტესობა გააგრძელებს ჭრილების ყურებას და რეალურ საგრემს ვერაზროს ვერ იხილავენ. რეალურ ნამდვილ მზის სინათლეს, რომელიც ძალიან ლამაზი არის. ამის გამო პლატონს დემოკრატია არ მოსწონდა. ალბათ ხვდებით რატომაც. ადამიანთა უმეტესობა თუ ჭრილებს უყურებს, მაშინ ისინი ატომ უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას. თან პლატონს ჰქონდა ის ტრამვაც, რომ მსგავსი გადაწყვეტილების საფუძველზე მოკლეს სოკრატე. მისთვის იდეალური ადამიანი. და მეორე, როდესაც ინდივიდი გავიდა მაგამოქვაბულიდან, პირდაპირ მზეს რა თქმა უნდა ვერ შეხედა. ვერ ჩაიხედა წყალში, რომელიც ირეკლავდა მზეს, რადგან როდესაც მზისთვის თვალის გასწორება სცადა, მზემ თვალები ატკინა. მაგრამ როდესაც წყალში ჩაიხედა და დაინახა როგორ ირეკლავდა წყალი მზეს, შემდგომ უკვე შეძლო მზისთვისაც რომ შეეხედა. ამით პლატონი გვეუბნება, რომ უფრო მარტივიდან უნდა დავიწყოთ. მოკლედ, ბევრი ლაპარაკის გარეშე, აბა რაც ფიქრობ, საჩავსოდ პლატონი. როგორც ზოგადად ფილოსოფიის მასაც ეძახის ზოგი და რაღაც მეფეს და ეგეთ რაღაცებს ჩვენ რას ვფიქრობთ? მე არ დავუძახებ არც ერთს, მაგრამ კარგში შეიძლება პლატონის ჩასმა. მე ჩავსვამდი სიმართლე რო გითხრა, არაუშავს რა. და სოკრატეს გავუშვი მეში? მაგრამ რომ გავანორმალუროთ ეგ, ანუ შენი და ჩემი რა, კარგი და არაუშავს რა, ნორმალურში შეგვიძლია ჩავსვათ. ანუ საშუალო. ოკეი. აი, პლატონი მიდის ნორმალურში. არ ვიცი ეწყინებოდა თუ არა, მაგრამ ნორმალურში მიდის პლატონი. კაი, ნუ სოკრატე ერთი მიზეზი განვიხილეთ უკვე, რატომ უნდა იყოს არაუშავს რაში. სოკრატეს თავის რაღაცებში მივცეთ კრედიტი, მაგალითად დებატების ქილები. სოკრატული ის რა ქვია, ეგ მოდელი დებატების, ასე ვთქვათ, კითხვების დასმის და სოკრატული ცინიზმი და ასე შემდეგ რა. ბებიაქალობის მთლიანი ამბავი. ანუ სოკრატეს მიხედვით, ყველა ადამიანში არის რაღაცა ფუნდამენტური იდეა, ანუ პასუხი და ასე შემდგომ და სოკრატე უბრალოდ ბებიაქალია. ბებიაქალის ვინც ამშობიარებს ამას. ორი იდეებზე ამშობიარებს. არ არის ფილოსოფოსი, არის ბებიაქალი. ნუ კიდე სოკრატე ბევრ რაღაცას ფიქრობდა, რასაც გვანიშნებდა, რომ მაგას საგან უნდა იმს. უი, აქ ერთი ტიპი არის. ვაიმე, ამის გამო შეიძლება დავიბლოკოთ ეს რო ჩანს. აუსტრიელი მხატო არის. აქ რა უნდა? არ ვიცი, ანუ აი მაგას მთელი ვიდეო ედება ბლარი რა, რამენაირად დაუბლარავ ხო ხდები. ანუ სხვა რა. აქ რა ჯანდაბა უნდა? ხო, ანუ გაუშვებ ჯანდაბა. კაი, მოკლედ სოკრატე უნდა გაუშვათ. აი შეიცან თავი შენიც კიდე საინტერესო, უბრალოდ შეიცან თავი შენი, ანუ ეგ განმარტა. ხო, ანუ სოკრატემ განმარტა, რომ შენი თავს უნდა იცნობდე, მერე სხვაგან ეძებო სიბრძნე, მაგის მერე ჯერ შენი თავში უნდა იპოვო. რეალურად ეგ დელფოს ორაკულის წარწერა იყო ზევიდან ეწერა, ანუ გარედან ეწერა, რომ შეიცან თავი შენიო და ეგ იმას ნიშნავდა, რომ იცოდე ვინ ხარ რა, ტაძარში მოდიხარ და შენ დაბალი არსება ხარ. და მოკლედ, რავი, მე პირადად სოკრატეს მაგხელა კრედიტს ვერ მივცემ, რავი, არაუშავს რაში გავუშვებ. ხარა. მართლა არაუშავს რაში. პლატონის ერთი თქმით ალბათ. მოკლედ, არისტოტელემ დაიწყო ნამდვილი ფილოსოფია, რეალურად. ლოგიკა, ზოოლოგია, ფსიქოლოგია, ბიოლოგიაში დიდი წვლილი შეიტანა. ნუ, ასტრონომიაში დიდი წვლილი. მოკლედ, ყველაფერში ალბათ რა. ფსიქოლოგიური პირველი ნაშრომის ამის არის. რეალურად ის ტამეტა და ფიზიკა, ანუ ისა მეტაფიზიკა ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომია, ორგანონი ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი არის. თანამედროვე ფილოსოფიის ფუნდამენტიც არის. თავისი დროის შეუდარებელი გენია. სანამ იმაზე გადავა თაიონის გოუთი ალბათ. ხო, არა, გოუთი ალბათ კი არა, წესით უწევს რა, ანუ ან ზედმეტად კარგი მინიმუმ რა.
ანუ მაგის იმაზე რაც შეიძლება, უძრავი მომოძრავებელი იმ დროისთვის მაგარი იდეა არის ძალიან. ანუ მთლიანი ამბავი ის არის, რომ ყველაფერი მოძრაობაში შემოდის რაღაცით და თუ იგივე მოძრაობა ხდება, მაშინ ეს მოძრაობა რაღაცას უნდა დაეწყო, მაგრამ თვითონ არ უნდა ყოფილიყო ეს რაღაც მოძრავი, არ უნდა ყოფილიყო უძრავი, მაგრამ ესენციურად მოძრავის დამწყები. უნდა ყოფილიყო უძრავი მომოძრავებელი. ეს არის ერთ-ერთი იდეა, რასაც არისტოტელე აყალიბებს. ასევე არისტოტელემ ჩამოაყალიბა ლოგიკის ძირითადი სამი კანონი. იდენტობის კანონი A უდრის A-ს, ანუ მაგალითად მზე და სპილო ერთ და იგივე ვერ იქნება 100%-ით. შენ შეგიძლია წარმოიდგინო მზისგან როგორ გამოდის ხორთუმი, მაგრამ ეგ იმას არის, რომ მზე და სპილო ერთ და იგივე 100%-ით. ამავდროულად მე და შე როდესაც რაღაცაზე ვსაუბრობთ, მაგალითად მე და თუ როდესაც ვსაუბრობთ რაიმეზე, უნდა შევთანხმდეთ სიტყვაში, რომ ერთ და იგივე შინაარსს ვდებთ. თორემ სხვადასხვა შინაარსს თუ ვდებთ, ვერ ვისაუბრებთ. რა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ორივე მხრივ იქიდანაც და აქიდანაც, ანუ დიალექტიკისთვის და ისედაც მესამეს გამორიცხვის კანონი, რაც იმას ნიშნავს, რომ წინადადება ან ჭეშმარიტი ან მცდარი, მესამე გამორიცხულია და კონტრადიქციის კანონი, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი მტკიცებითი სახის ურთიერთსაპირისპირო წინადადებებიდან ერთ-ერთი აუცილებლად მცდარი იქნება. მაგალითისთვის თემო არსებობს, თემო არ არსებობს. აქედან ერთი აუცილებლად მცდარია და ერთი ჭეშმარიტი გამოდის. ეს იმ დროისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რასაც მე მეცნიერებას დაეყრდნო და ასე შემდეგ. მეტაფიზიკაში კიდე ძალიან ბევრი დეფინიციები გააკეთა, რასაც დღესაც ვიყენებთ, მეც შენც და ყველა. გოუთი რა. შეუძლებელი გოუთი არის. ნამდვილად. ხო, არისტოტელეს უძრავ მოძრავებელს რაც შეეხება, სხვადასხვა მას ეს თეისტურ არგუმენტად არ შეუდგენია, ეს შემდგომ გააკეთეს თეისტებმა. მაგრამ თეისტური ვარიანტიც და თეისტური ვარიაციაც ჩვენს ნაშრომში, ჩემს ავტოს ნაშრომში, რწმენის მიღმა ღმერთის საკითხი ფილოსოფიაში განხილული არის, გაბათილებულიც არის და მისი ძლიერი მხარეებიც არის წარმოჩენილი, რა თქმა უნდა. წიგნის ნახვა შეგიძლიათ ფილოსოფი წერტილი ჯიზე და მე შეგიძლიათ შეგვეხმიაროთ. ან საბას წიგნების საიტზე შეგიძლიათ პირდაპირ ელექტრონული ვერსიის შეძენაც თუ ფიზიკური ვერსია არ გნებავთ. აი, ეპიკურეზე გადავიდეთ, აბა რას ფიქრობ? ეპიკურე შენ დაიწყე. ატომისტი იმ დროისთვის მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, განუყოფელი ნაწილაკის მთლიანი ამბავი რაღაც მხრივ ასე ვთქვათ, მოძრაობასაც ამართლებდა, როდესაც მოძრაობის თეორიას ეწინააღმდეგებოდნენ. თეორიას რა პრაქტიკასაც საერთოდ ყველანაირად. მეორე მხრივ, ბევრი ადამიანი მას ერთ-ერთ პირველ ათეისტად განიხილავს. შეგვიძლია ეგ დავაბრალოთ, არ არის პრობლემა. ძალიან წინ იყო თავისი დროისთვის. შემდგომში მოგვცა ისეთი მოაზროვნეები, რომლებიც, აქ არ არიან, მაგრამ სახსენებლები არიან, მაგალითად კარუსი, რომელმაც პოეტურად აღწერა საგანთა ბუნება და ატომისტური განხილვა გამოიყენა ამ ყველაფრისთვის. და ატომიზმის ფაქტობრივად წინას არ გამოიცნო მთლიანი თანამედროვე ფიზიკაც. მეორე მხრივ კიდე ძალიან ბევრი სისულელეს ნათქვამი აქვს. ჰედონიზმს რაც შეეხება კიდე მაგას საერთოდ არ განვიხილავ. ეგ ალბათ ხო, მაყურებლისთვის, ანუ თავისი დროისთვის ვალაგებთ ამ ფილოსოფოსებს. ანუ რორამი. და არა რაღაც. ეგ რა თქმა უნდა. კაი, ეპიკურეც არა ახლანდელთან შედარებით. ხო, ახლანდელთან შედარებით მაშინ მოგვიწევდა ძალიან ბევრის არ არის ფილოსოფიის გაშვება. ნამდვილად. აი, კარგს ვფიქრობ მე, რა ვიცი. შენ რას ვფიქრობ? შეიძლება კი, პლატონს ჯობია და ამიტომ კარგში უნდა გავუშვოთ. პარმენიდესზე, რაც აუცილებლად არის სათქმელი არის, არსებობის და არ არსებობის დეფინიციები ეგენი როგორც განიხილა, მაგაში საკმაოდ დიდი კრედიტი ეკუთვნის. არსებობის მახასიათებლები როგორც განიხილა, რომ უნდა არსებობდეს ისეთი არსება, ან რაიმე არსებული, რაც არასდროს წარმოქმნილა და არც არასდროს განადგურდება და ასე შემდეგ, მთელი ეგ მახასიათებლები, რაც არსებობას მიანიჭა და პლუს კიდე არსებობას საერთოდ არ უნდა მიენიჭებოდეს არც ერთი მახასიათებელი ან რაიმე ატრიბუტი. მაგაში საკმაოდ დიდი კრედიტი ეკუთვნის და რაც აქვს დაწერილი, on nature, ეგ საკმაოდ კარგი წიგნია, მომწონს. კარგად იკითხება, პოემა. გავუშვათ, მე ვფიქრობ, კარგში. ეპიკურეს არ ჩამოუვარდება. ხო, სამაგიეროდ მოძრაობაზე ბევრი აბსურდული შეხედულება ქონდა პარმენიდეს თვითონ, მაგრამ მეორე მხრივ ნეოპლატონიკოსები პლატონზე მეტად პარმენიდეს ემყარებოდნენ და ეგ სკოლა ჩემი აზრით პარმენიდემ გამოიწვია თავიდან ბოლომდე.
ამიტომაც მნიშვნელოვანი ფიგურა, პარმენიდემ და პითაგორამ ერთად. აი. ხო, ჰემო პარმენიდე კარგში. ან კარგი უნდა იყოს, ან ძალიან კარგი. ჰერაკლიტეზე საბოლოო ჯამში ცოტა ვიცით საკმაოდ, იმიტომ ფრაგმენტები გვაქვს რა. ხო. არისტოტელემ კი განიხილა მაგის ფილოსოფია. მეტაფორული ენით წერდა. ფილოსოფიურ ტრადიციას ეგ ძალიან გვერდს უხევს ეგ როგორ წერდა. საინტერესო იდეა ქონდა ლოგოსს. ისა. და ფლაქსი ინსპირირება გაუკეთა შრილებებს. ბევრს. მაგალითად, ჰეგელს მოსწონდა ძალიან ницშეს. ფიქრობდა, რომ ონტოლოგიური მნიშვნელობა აქვს დაპირისპირებას და წინააღმდეგობას, რამაც ბევრი რამე განაპირობა შემდეგ ფილოსოფიაში. ანუ მაგალითისთვის ეგ რას ნიშნავს, რაც ვახსენე. მე როდესაც ვამბობ თემო არსებობს, თემო არ არსებობს. ეს ორი წიაღდება არის ერთმანეთთან დაპირისპირებული. რა თქმა უნდა, ონტოლოგიური მნიშვნელობა ჩემ გარეთ ექსტერნალურად ამას არ გააჩნია, იმიტომ რომ თემო არსებობს და თემო არ არსებობს, სამყაროში მოცემული ფაქტი არ არის. ამათგან მხოლოდ ერთი მოცემული ფაქტი არის. მაგრამ ჰერაკლიტემ მიიჩნევდა, რომ თვითონ სამყაროში ან ჩვენ გარეთ არსებობენ დაპირისპირებულები. და ფაქტობრივად დიალექტიკის მამა არის ერთი მხრივ ფსევდოდიალექტიკის, რაც შემდგომში მოგვცა ფიხტემ, ჰეგელმა, მერე მარქსმა და ასე შემდეგ. მაგრამ ფრაგმენტები გვაქვს და მეტაფორულად წერდა რა. დასამატებელი ის არის, რომ ცეცხლს იღებდა როგორც სუბსტანციას, ანუ ფუნდამენტურ ელემენტს, საიდანაც ყველაფერია წარმოშობილი და პარმენიდეს განსხვავებით, ანუ პარმენიდე როდესაც იღებდა რაიმე ერთ რეალობას, რომელსაც რაღაცა უცვლელი რაღაციდან არის გამოწვეული, რომელიც არასდროს გაქრება, ჰერაკლიტე ემხრობოდა, რომ რეალობა თვითონ ანუ ცვალებადობა არის. მისთვის მოძრაობა იყო პირველ მნიშვნელოვანი, პარმენიდესთვის უძრაობა რა. და მაგიტომაც თქვა ჰერაკლიტემ პანტა რეი, ანუ ერთ და იგივე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, იმიტომ რომ როდესაც მეორეჯერ შეხვალ, მდინარე შეცვლილია და შენც. მდინარე ხომ მიედინება და შენც იცვლებით. პლატონის მიუჯინოთ გვერდზე? რა ვიცი. ან ნორმალური, ან კარგი, შენი იყოს ბოლო სიტყვა. ბიჭო, მე ნორმალურ სიტყვოდი მეტაფორული, ჩახლართული ენით. მაგის გამო ეძახდნენ იდეაში ბნელს, იმიტომ რომ ამის ნათქვამი არ ესმოდათ. განაისა პრობლემა რომ ძალიან რთული იყო, უბრალოდ თვითონ საუბრობდა ეზოთერიკულად და თვითონ ართულებდა. ნორმალური ალბათ. პლატონს კი მირჩევნია ემოციურ დონეზე, მაგრამ ობიექტურად ალბათ აქ უნდა იყოს. უწევს მაგით. დემოკრიტეზე მე ბევრს არ ვისაუბრებ. ჩემი აზრით არა საჭირო ბევრი საუბარი. გაუშვებდი, რავი, ეპიკურეს გვერდზე, იმიტომ რომ ერთი კალიბრის, ანუ ატომი, ანუ ყველაზე ხარ ატომიზმი ის თითქმის ერთი კალიბრის ფილოსოფოსები არიან რა. და მნიშვნელოვანი როლი შეიტანა უბრალოდ აი ეპიკურეს იდეებზე როდესაც ვაპარაკობთ, დემოკრიტეს იდეებზე ვაპარაკობთ ფაქტობრივად, მასწავლებლური მიმართების გამო და შესაბამისად ბევრი მნიშვნელობის მქონე არ არის მაგის გარჩევა, უფრო ბევრი ვიღაც გველოდება აქ. მოკლედ სენეკაზე და მარკუს ავრელიუსზე. მოდი მარკუს ავრელიუსზე ვილაპარაკებ და სენეკაზე მაგაზე გადავდნარი ტექნიკურად რა. მე მარკუს ავრელიუსზე ვაპარებ ესეთ რაღაცას, რომ არ არის ფილოსოფოსი, მან ჩავსო. რამე. თუ შემეწინააღმდეგები, რა ვიცი, ბაზარი არ არის, მაგრამ მე არა, მაგრამ მესამე წევრი დამფუძნებელი ფილოსოფიის კლუბი შეგვეწინააღმდეგება. მესამე დამფუძნებელს არა ვიცი. ცუდ კომენტარს დაგვიტოვებს. ანუ ნახე, გვაქვს მარკუს ავრელიუსის ნაშრომი, ფიქრები, იგივე მისი მედიტაციები, რომელიც იყო მისი პირადი დღიური, რომელიც საერთოდ არ არის ფილოსოფიური ტრადიციით დაწერილი. იქ არც არგუმენტი არის, არც მსჯელობა არ არის, უბრალოდ საუბრობს რაღაცებს. და რასაც საუბრობს, მეტწილად საერთოდ არ ვეთანხმები, უბრალოდ იმიტომ არა, რომ მე არ ვეთანხმები, ანუ ფილოსოფიური ტრადიციით საერთოდ არ არის დაწერილი რა. გასაგებია, ადამიანი, როდესაც არის სტოიცისტი და თან რაღაცას წერს, ეგ იმას ანიშნავს, რომ ფილოსოფოსია. იმის და მიუხედავად, რომ სტოიციზმი ფილოსოფიური სკოლა არის. შეიძლება სტოიციზმის მიმდევარი იყოს, თან დღიურს წერდეს და ფილოსოფოსად არც მივიჩნიოთ. აი ახლა მაგალითად, ჩემი ნაცნობი სიტყვაზე ლაშა თუ იქნება სტოიცისტი და დაწერს თავისთვის პირად დღიურს და მე 10 წლის მერე მაგას გამოუქვეყნებენ, ჩემი აზრით, მაინც არ ჩაითვლება ფილოსოფოსად. ამიტომაც მარკუს ავრელიუს მე ვთვლი, რომ არ არის ფილოსოფოსი და ვისაც უნდა მედებატოს არ არის პრობლემა. მაგრამ რა თქმა უნდა, ფილოსოფოსი ვერ იქნები, თუ ფილოსოფიური ნაშრომი დაწერილი არ გაქვს. რაც არ აქვს დაწერილი, ამიტომ, ხო? რა თქმა უნდა, ისა რა ქვია, ახლა მოგთა გავედა კითხვია, რომ სოკრატე როგორ არის,
სოკრატესზე პლატონს ქონდა დაწერილი, ამიტომაც სოკრატეს სხვა რაღაცა არის. სხვადასხვა მოვლენა არის ვაფშე. ამავდროულად კიდე ჩვენ თუ ახლა დროის მიხედვით ვაფასებთ, მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მისი დროისთვის რაიმეში წინ იყო ეს როგორც ფილოსოფოსი, ეგრეთ თუ შეაფასე მაინც და მაინც, იმიტომ რომ ჩვეულებრივი სტოიცისტური იდეები ქონდა. დილით ლოგინი გაასწორე მეგობარო, არ დაიზარო, ბუნებასთან ახლოს იყავ. ეგ ყავს ეგეც ყავს. დილით ლოგინი გაასწორე და გადას მოეფერე. ჯორდან პეტერსონი არის აქ, აი, მაგაზეც მივალთ. ბიჭო, ერთი უნდა დაგვემატებინა, ან იდეაში ვაფშე არ იყო ფილოსოფოსი, ოკეი რა, მაგრამ კიდე უნდა, ვაფშე აქ რა უნდა ამ ფოტოებში. ეგ უნდა ვქონდეს. სვეტში. აი, მარკუს ავრელიუსი იყოს ხო კიდე რაღაც. ხო, მარკუს ავრელიუსი არ იყო ფილოსოფოში ჩასვამ რა, მაგრამ ეგ კიდე, ისეთებია ზოგი რო. სენეკა იმით განსხვავდება მარკუს ავრელიუსისაგან, რომ მეტად ნიჭიერი იყო უფრო ფილოსოფიურ დონეზე, საინტერესო ალეგორიები და შედარებები აქვს, მსჯელობასაც იყენებს და არგუმენტაციასაც აკეთებს ხოლმე. მაგრამ მისი მთავარი იდეები ჩვენ თუ ახლა სოკრატეს, პლატონს, ჰერაკლიტეს, ეპიკურეს, ამ ხალხს ვადარებთ აქ ვინც არის, მე. პირდაპირ და სხვა მნიშვნელობით, ამიტომაც არ მიწყინო სტოიცისტებმა, მაგრამ ამათან შედარებით მე. სენეკა არის მე. ოკეი. მოკლედ, მეგობრებო, აქ არის კიდევ აზიელი ფილოსოფოსი ლაო ძი, რომელიც არის დაო დე ძირის ავტორი. ეს წიგნი მან როგორც სიბრძნე ისე დატოვა, ოღონდ ეს მისი ნება არ იყო, ფაქტობრივად აიძულეს. როდესაც მან ცხოვრებისეული მოვალეობა მოიხადა მთლიანად, დაждდა ხარზე და წავიდა, მაგრამ არ გაუშვეს, გააჩერეს და უთხრეს, რომ აი, შენ ბრძენი კაცი ხარ, წიგნი დაწერე და შენი წიგნის საფასურად გაგიშვებთო. ამანაც დაო დე ძინი დაწერა და წავიდა. ლაო ძის მიხედვით, დაო არის იგივე გზა და ეს არის ჭეშმარიტი გზა, რასაც უნდა მიყვებოდეს ყველა სულიერი თუ არასულიერი, რაღაც ერთგვარი ნატურალური წესრიგი, რაშიც ყველაფერი უნდა ვიმყოფებოდეთ. ელოსი, ევროპულად რომ ვთქვათ, მაგრამ მოდი ევროპას თავი გავანებოთ, მაინც უფრო აზიურად ვისაუბროთ. ლაო ძის მიხედვით, შინაგანი სიმშვიდე უნდა გქონდეს მოპოვებული, უნდა იყო დამკვირვებელი და რაც თავარია, უნდა მოქმედებდე არ მოქმედებით. ლაო ძის დაო დე ძინი არის დაწერილი ძალიან რთული ენით, ესე ვთქვათ, არა მარტივად აღსაქმელი და გასაგები არის, რაც უფრო მეტ ეშხს ძენს ამ ყველაფერს, როდესაც მაგ წიგნთან ზიხარ, ცდილობ გაიგო ამ კაცმა რა თქვა და რის საფასურად გაუშვეს გარეთ. და უფრო მეტად გიხარია, როდესაც მიხვდები, რას გულისხმობდა რა. მოკლედ, უმოქმედობით მოქმედება ეს მთლიანი პაციფიზმის სხვათა შორის რაც მას ჰქონდა და ასე შემდგომ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი არის. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ იმდენად დიდი იდეა არის ეს, როგორც სხვებს ჰქონდათ, ამიტომაც ვიტყვი მე. დასაცინი ნამდვილად არ არის მე. არის ხახახა ვერ ჩავსვამ. და ფილოსოფოსი ნამდვილად იყო ავრელიუსისგან განსხვავებით. კონფუცის რაც შეეხება მეგობრებო, კონფუცი არის რელიგიის დამფუძნებელი, კონფუციანიზმი რელიგიად განიხილება აზიაში. რომლის მიხედვითაც ტრადიციას პატივი უნდა სცე, წინაპრების სულებს, ასე შემდგომ. არგუმენტაცია ნაკლები აქვს, უბრალოდ ტრადიციულობას ემხრობა, ანუ ტრადიციონალისტი არის. სექსისტი იყო. ესეთი ციტატა აქვს. ნახეავთო, ესეთი ციტატა აქვს კონფუცის. ჩვეულებრივ ქალს ერთი ქათმის ჭკუა აქვს. არაჩვეულებრივს ორის. ჰაჰაჰა, მაგარი ხარ, გაუშვათ ქვევით. ოკეი, კარგი. გადმოვიდეთ ხაბარი მაგეთ იბნ სინასთან თან ნეოპლატონისტი იყო, იდეები ქონდა ბევრი ნეოპლატონური კოსმოლოგიაზე და ემანაციაზე. რაც საინტერესო არის, კიდე თეოლოგიური არგუმენტები ქონდა, necessary, აუცილებლად არსებულ არსებაზე, რომელსაც ღმერთად განიხილავს და ქონდა კიდე კონტინგენტურ არსებებზე, რომლებსაც ჭირდებათ მიზეზი, რომ იარსებონ. და მე მაქედან გამოყავს ღმერთის არსებობის არგუმენტი, კიდე შეიძლება იმის თქმა, რომ დისტინქციას აკეთებს,
ნივთსა და ნივთის არსებობასა და მის ესენციას შორის, რაც დიდი მიღწევა არის მაგ დროს. და როგორც ვიცი, კიდე მედიცინაში აქვს საკმაოდ ბევრი მიღწევა. კი. ამიტომ იბსინას ჩავსვა, რავი, ნორმალურში ან კარგში. ნორმალურზე გესახმები რა. კარგში უბრალოდ ეპიკურეს პარმენიდეს დემოკრიტეს გვერდზე არ გავიგებ დიდი დაცი. ოკეი, ნორმალურში ჩავსვა იბსინას მაშინ. შეიძლება ახლა ვიღაცას ძალიან არ მოეწონოს ეს ლისტი, იმიტომ რომ პლატონს ბევრად უფრო დიდი გავლენა ჰქონდა ვიდრე, რავი, ეპიკურეს, მაგრამ შიდა ფილოსოფიურ საუბარზე თუ საუბრობთ, მან ეგრე უწევს რა. ნუ გავლენით არ ვაფასებთ, ამიტომ ესე იგი, იბსინა ნორმალურში. მოკლედ, თომა აქვინელი, მეგობრებო, კათოლიციზმში წმინდანად შერაცხული ადამიანი. დაწერილი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომები, სუმა თეოლოგიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც დასრულებული არ არის. სხვადასხვა ლეგენდა არის ესეთი, რომ იმიტომ არ დაასრულა, რომ წმინდა დაკარგა. სხვადასხვა სუმა თეოლოგიაში ერთგან ამბობს ძალიან საინტერესო რაღაცას, რომ სამყარო ღმერთმა წარმოქმნა, თუ ყოველთვის არსებობდა, ეს ორი პროპოზიცია, ამ ორი პროპოზიციიდან არც ერთი არ არის დასაბუთებადი და უბრალოდ უნდა აირჩიო. მორჩა. ეს ალბათ იმათ არ მოეწონებოდა, twins წმინდანად შერაცხეს ეს კაცი. მაგის იქით საინტერესო პიროვნება იყო თვითონაც. არსის და არარსის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები აქვს აკეთებული, წარმოადგინა 5 არგუმენტი თეიზმის დასაცავად. 5-ვე არგუმენტი ჩემს დაავთო ზემოხსენებულ წიგნში განხილული არის და გაკრიტიკებული არის თავის ძლიერი მხარეებით და თავისი სუსტი მხარეებით. უძრავი გამოძრავებელია აქვინელმა გადააკეთა ფაქტობრივად, შეგვიძლია ეგრე ვთქვათ. რა ვიცი, თუ გინდა უფრო სპეციფიკაში შესვლა, უთო შედი და ისაუბრე. არა, იდეაში ამომწურავი არის. რავი, კარგი. მე ვიტყოდი, რომ აქვინელი ძალიან კარგი არის ლოგიკის მხრივ რა. ძალიან კარგი შეიძლება, კი. ჩავსვა ძალიან კარგში. ერთი არის კიდე აუგუსტინე of Hippo. მაგრამ მაგას მე ჩავსვანე პირდაპირ, ან ჰაჰაში ან ვაფშე არ იყო ფილოსოფოსი. იმიტომ რომ რა იდეებიც აქვს, ფილოსოფიური იდეებზეც საერთოდ ცოტა აქვს მაგ ადამიანს საუბარი. რაზეც აქ არის დეტერმინიზმი და ფრივილი და საკმაოდ ცუდად არის განხილული, ცუდად აქვს განხილული ერიუგენას რო შეადარო და მაგ დროინდელი მეებს კიდე სხვა ფილოსოფოსებთან შედარებით, საერთოდ ნე, ამიტომ ხო და კიდე დროზე რო აქ საუბრები რომ მნიშვნელოვანი მომენტი არის, მე თუ ჰაჰაჰა. მე ვამბობ, ვაფშე არ იყო ფილოსოფოსი, თქვენ ჰაჰაჰა თქო. და თუ მაშინ ჰაჰაჰაზე თავხდებით, ეგრე უწევს. ბიჭო, ჩემს ეს ვაფშე მარკუს ავრელიუსის ქვევითაც არის რეალურად, მე თუ მკითხავ რა. ჰიპო? ხო. მაგაზე ქვევით. მაგაზე ქვევით არ გვაქვს, ამიტომაც. დავსვათ. აი, ალღაზალი არის აქ და ბარე მაგაზე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას, ბევრ საუბარს არ ვაპირებ, დიდად ავგიჟდები და მაგიტომ რა. სუფიზმის ერთ-ერთი ამამთავარი არის იმ მხრივ, რომ ისლამურ თეოლოგიურ ჩარჩოს ამას შეუსაბამო, საკმაოდ ისე და სინთეზი რა. ფილოსოფიაზე კრიტიკა ქონდა დაწერილი, მაგრამ მე იმას არ ნიშნავდა, ამის შემთხვევაში რომ ფილოსოფიას უარყოფდა, უბრალოდ აკრიტიკებდა. გონებას ანიჭებდა უპირატესობას, რაციონალურ აზროვნებას, მაგრამ ამბობდა რომ შეზღუდული იყო და მთავარ ცოდნას მაინც ღმერთის რაღაც ღვთიური გამოცხადებით მიიღებდი რა. ჩემთვის ახლა ეს იდეები და კიდე სხვა იდეები, რაც ალღაზალს დასაუბრები აქვს, დიდად შთამბეჭდავი არ არის, სხვა დარგებში უფრო მივცემდი კრედიტს ვიდრე ფილოსოფიაში, ამიტომაც მე. პერიუსი? მაგაზე რისი თქმაც შეიძლება არის, რომ არისტოტელეს წიგნებს გაუკეთა კომენტარები და ეგ საკმაოდ კარგი რამე არის. და ფილოსოფიის და რელიგიის ჰარმონიულობა უნდა რომ დაედგინა ამ ორ დარგს შორის, რასაც მე არ ვეთანხმები და არ მივესალმები. როგორც ცალკე დარგებს შორის რომ რაღაცა ერთი გამოიყვანო, არ მგონია კარგი იდეა და არც გამოვიდა კარგად. ამიტომ მე ვიტყოდი მე ამ ადამიანზე, მაგრამ არისტოტელეს კომენტარების გამო შეიძლება კარგი იყოს. სერიოზული მიღწევები კიდე. რა. არა მედიცინა მაშინ ნორმალური შეიძლება. არა უშავს რა ალბათ.
მაგრამ ოკეი. ნუ სოკრატეზე მეტი ეკუთვნის იდეაში, მაგრამ სოკრატეზე მერე იყო ბევრად. ამიტომ არა უშავს რა. მოკლედ გადავიდეთ ახლა რიგის მიხედვით გავყვეთ მეტნაკლებად რაღაც უფრო საინტერესო თვალ გვაფიქსა თავში და არის იმანუელ კანტი, პედანტი ფილოსოფოსი, რომელმაც ცხოვრება გაუწამა ბევრ სტუდენტს საქართველოში, რომლებიც ფილოსოფიაზე არ სწავლობენ, მაგრამ კანტს ასწავლიან. ნუ კანტმა დაიწყო კრიტიკული ეტაპი ფილოსოფიაში. კანტს შეუწერია წმინდა გონების კრიტიკა და პრაქტიკული, ანუ ზოგადად მისი კრიტიკები რაც არის, ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ეგ არის განცხადება, რომ აღარც ერთი თეზისი ფილოსოფიაში აღარ მიიღება კრიტიკის და ეჭქვეშ დაყენების გარეშე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გამო კანტმა ბოლო მოუღო ყველა თეისტურ არგუმენტს და თქვა, რომ მე შევზღუდე ცოდნა, რათა ადგილი დამერთმო წმენისათვის. ანუ ცოდნით ვერ გაამართლებ თეიზმს. უნდა გწამდეს მერტის უბრალოდ. ასევე მას ჰქონდა შესანიშნავი ციტატა, აქვს ნათქვამი თავის წიგნის თავარი ნაშრომის ბოლოს. ამბობს ესეთ რაღაცას, რომ ორი რამ მაგვირვებს, მორალური კანონი ჩემს შიგნით და ვარსკვლავებით მოჭედილი ჩემს ზევით. იქით იმის თანმიმდევრობით იდეაში. ხო, ნუ პირიქითაა თანმიმდევრობა, მაგრამ ხო, ხო და ნუ აქ გასაგებია, ანუ ექსტერნალური კანონზომიერება და წესრიგი აკვირვებს და შინაგანი კანონზომიერება და წესრიგი. კანტმა მორალი დააყენა ადამიანურ ქმედებაში ყველაზე მაღლა, თუნდაც რელიგიაზე მაღლაც. განმანათლებლობას ეძახდა, როდესაც ადამიანები თავისით შეძლებენ უკვე თავისი მწამსის და ქმედებების არჩევას. და ბევრი მნიშვნელოვანი რაღაც შემოგთავაზა. თქვა მაგალითად წმინდა გონების კრიტიკაში პირდაპირ ის, რომ ასე ვთქვათ, ფიქრებს არ გააჩნიათ სივრცით ინსტანცია, ისინი მხოლოდ დროით ინსტანციაში იმყოფებიან. დრო და სივრცე რომ აპრიორი ფორმები არიან და ცოდნები ადამიანის გონებაში, რითიც გამოცდილებას ვიღებ შემდგომ და ანალიზური და სინთეზური ცოდნის დიფერენციალიც მოგვცა ამ ადამიანმა. შთააგონა ჰეგელი, შოპენჰაუერი, ფიხტე, შელინგი და კიდევ ძალიან ბევრი მოაზროვნე. ბევრსაც ეზიზღებოდა, კიდევ ეზიზღება, მოკლედ ფილოსოფია როგორ არის რა, კანტამდე და კანტის მერე იდეაში. ხო, მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. გოუთი. შენ რა სიტყვა ისე? გოუთი. ამის განხილვა გინდა ნუ გოუთი, ბიჭო, მეც გოუთს ვფიქრობ. ნუ არ მგონია განხილვა. ხო, ანუ განხილვა არ მგონია ხა, ანუ ძალიან მოკლედ განხილე, რო რამე, ანუ თუ ვინმეს გაინტერესებთ კიდევ კანტის ფილოსოფია, ლაივი გვაქვს ცალკე გაკეთებული კანტის ფილოსოფიას, შეგიძლიათ მაგას უყუროთ. კი და მეორე მხრივ, ანუ ჩვენ, ანუ ზოგადად ჩემი და ავთოს პოზიციას ეგეთია, მაგას ნასაუბრები გვაქვს, რომ რა მიზნების დაისახა ძირითადს ვერ მიაღწია რა, ძირითად მიზნებს. ხო. მაგალითად, რაციონალიზმი და ემპირიზმი საერთოდ ვერ შეარიგა. კრიტიკული იდეალიზმი თავისი გადავიდა გერმანულ იდეალიზმში, რაც მერე ჰეგელმა აბსოლუტურ იდეალიზმამდე აიყვანა და ასე შემდეგ რა. კი. მაგრამ გოუთია, იმიტომ არის გოუთი, რომ ნუ ჯერ ერთი ტიპი გერმანული იდეალიზმის საწყისია. ხო ხდები. ამით რომ დავიწყოთ და მე მეორე ძლივს მოაბრუნა და შემოგთავაზა ნამდვილი ფილოსოფიური ტრადიცია, შვენიერი წერის სისტემა აქვს და ვისაც არ მოსწონს ეგ წერის სისტემა უბრალოდ არის მის, ანუ ძალიან კარგად წერს კანტი და ტყუილად იმეშვებიან, ადანაშაულებენ რაღაცებს. მე ძალიან მომწონს. კი. მეც საკმაოდ გოუთი არის. კი. კი. კატეგორიული განსხვავებებით, ანუ ძალიან ბევრი კაი რაღაც გააკეთა. დეკარტი. კარტეზიუსი. კარტეზიუსი საკმაოდ ბატონი დეკარტი საინტერესო პიროვნება იყო, ანუ ფილოსოფიის გარდა. მოიცა. ახლა გაგადავებ რა. ნახე. ანუ დეკარტმა შეძლო რა და ისეთი რაღაცა თქვა, ანუ წონიანმა, ძლიერმა მათემატიკოსმა, ფილოსოფოსმა, ანუ ხო ხვდები როგორმა კაცმა, რომ საქართველოში 16 წლის ბიჭებს და გოგოებს, ანუ ვიღაცებს, ვინმეც საერთოდ არ იციან ფილოსოფია რა არის, მისი სიტყვები უწერიათ ლათინურად ბაიოში Facebook-ზე. წვანეგულებით და რაღაცებით, ანუ კოგიტო ერგო სუმ ვაზროვნებ მაშინაც და მე ვარსებო. ტიპმა ისეთი რაღაცა თქვა, რომ ბილი ეილიშმა თავის მუსიკას დაარქვა ეგ. მოლში დარბის რა, ეგ გოგო და ვაზროვნებ მაშინაც და მე ვარსებო მღერის, ან მაგას ამბობს. აქ ვერ ჩავსვამ კოპირაით დაგვედება.
ну, ეგ არ ვიცოდი literally XD. მაგრამ ხო, ну, ძალიან ბევრი მიღწევა აქვს, ანუ ბევრი სისულელეც აქვს ნათქვამი, რომ კუნთებში სულები გვაქვს და რა ქვია, კუნთის იმგვარი განმარტება შეკუმშვაზე და გაფართოებაზე საკმაოდ კარგად აქვს ახსნილი მაგ სულების გამოკლებით, ან ჯანდაბის გამოკლებით. კი. და იქ კედელს რო ბურთს მიარტყავ და რაღაცები, ну, ეგ ნაწილები უნდა დავიკიდოთ, მაგრამ მაგის იქეთ საკმაოდ ბევრი მიღწევა აქვს. მთავარ რამდენიმე იდეას ვიტყვი რა, ინფორმაციისთვის. დეკარტმა დაწერა ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომები, ისეთივე როგორიც არის მედიტაციები და ასე შემდეგ, ახლა მაგას ნახავთ თქვენ თვითონაც მის ბიბლიოგრაფიას. მან შემოგთავაზა ესეთი ფიქრის ექსპერიმენტი, მოდი წარმოვიდგინოთ დემონი, რომელიც ყველაფერს დააყენებს ეჭქვეშ. მაგალითად, და გავცეთ კითხვის პასუხი რა ვარ მე? ან საერთოდ რა ვიცი რომ ვარსებობ, იმიტომ რომ აი მაგალითად შეიძლება ეს მეჩვენებოდეს, შეიძლება ეს ტყუილი იყოს და ეგრე ყველაფერი შემიძლია ეჭქვეშ დავაყენო იდეაში. მაგრამ შემდგომ დეკარტი მივიდა იქამდე რომ კოგიტო ერგო სუმ, ვაზროვნებ მას შესაძამე ვარსებობ. ანუ თუ ეჭვი მიჩნდება, ეგ იმას ნიშნავს რომ ვარსებობ, იმიტომ რომ რომ არ ვარსებობ და ეჭვი როგორ გაჩნდებოდა. ფიზიკურად შესაძლებელია, ან ფილოსოფიურად ან ქიმიურად რომ ეჭვი გაჩნდეს თუ არსებობა არ არის. არა, შეუძლებელია, იმიტომ რომ არსებობა არის, როდესაც ერთი კომპონენტიც კი არ მიეწერება საგანს. ამიტომაც ვეჭვობ მას შესაძამე ვარსებობ, ვაზროვნებ მას შესაძამე ვარსებობ, საუბრობ მას ნებისმიერ თვისება რო აიღო და მიუწერა მას შესაძამე ვარსებობ, ეს დეკარტის ფორმულა მუშაობს. ამიტომაც დეკარტმა დაამტკიცა ის რომ არსებობს, თქვენ შეგიძლიათ ეგ თქვა და დაამტკიცეთ რომ არსებობთ, რაც ბედნიერება არის ალბათ თქვენთვის და საქმე იმაში არის რომ ამით ბევრ ამას უპასუხა. პირველი იმას რომ ადამიანს შესაძლებელია ქონდეს ჭეშმარიტი ცოდნა. სხვადასხვა იქით მე კანტის აზროვნებაში ორიენტირება რო არის რა, რეალურ თავს რო გავს. რაღაცებს უნდა შეეხო და მე რაღაცაზე გადახვიდე, ამისთვის კოგიტო ერგო სუმი მშვენიერი რაღაც არის. სხვადასხვა კოგიტო ერგო სუმს ეპისტემოლოგიურ საწყისზე რო აკრიტიკებს ვიღაცები, ანუ ეპისტემოლოგიურ საწყისად არც განიხილება, გნოსეოლოგიურ საწყისად განიხილება რომ რამე, სერიოზულ ფილოსოფიაში ეს. ხო, მოკლედ, კოგიტო ერგო სუმი მაქრივ არის ნიშნავანი რომ საწყის გვაძლევს, ვიცი რომ ვარსებობ, ესე იგი ადამიანს შეუძლია ცოდნა ჰქონდეს აბსოლუტური რაღაცის შესახებ და მეორე მხრივ გვეუბნება რომ არსებობს ვალიდური ეჭვები და არსებობს არავალიდური ეჭვები. რომელიმე თქვენგანი თუ დაეჭვდება იმაში რომ ვარსებობ თუ არა, ეს იქნება არავალიდური ეჭვი, მაგ ეჭვს ვალიდაცია არ ექნება. მეორე მხრივ მაქვს თუ არა ერთი თვისება მაინც, ესეც არავალიდური ეჭვი იქნება. კონტრადიქციაში მოდის პირველ განცხადებასთან და ესე შეიძლება ბევრ რამეზე მივხვდე რა არის ვალიდური და რა არავალიდური. დეკარტი ხო, ბევრი სისულელეს ნათქვამი აქვს, მაგრამ არისტოტელესაც არ ქონდა ნაკლები, მაგალითად ის რომ კაცებს მეტი კბილი აქვს ვიდრე ქალებსო. და დიდი ხანი ესე ეგონათ. არ თვლიდნენ. სხვადასხვა ერთი იტალიელი ასტრონომი არ ჩაიხედა იმაში რა ქვია, ტელესკოპში იმის გამო რომ არ დავინახო ისეთი ციურის ხელ, რომელიცაც არისტოტელემ არ იცოდაო. ეგეთი გავლენა ქონდა ის გოუთი რა. დეკარტის ან კი. ну მინიმუმ ზედმეტად კარგი, მაგრამ მინიმუმ ზედმეტად კარგი ეკუთვნის, მაგრამ იმ დროისთვის თუ განვიხილავთ, მოიცემ რაციონალიზმის საწყისია თან, ანუ ეგეც არ დაგვაუწყდეს. რაციონალისტური აზროვნების და მათემატიკაშიც ბევრი მიღწევა აქვს ის კოორდინატთა სიფრთხე რო არის აბსცისა და ორდინატთა ღერძი. კი. კი. ანუ დეკარტი მიდის კოუჩში. XY-ს რამდენჯერაც დაგახაზინებენ სკოლაში, შეგიძლიათ დეკარტს მიაყენოთ შეურაცხყოფა მაგისტვის მისი ამბავი არის ეგ. თულად. კოუთი. ლუდვიგ ვიტგენშტაინი. ბერტრანდ რასელის მოსწავლე, რომელმაც ბერტრანდ რასელს კითხა, რომ არ ვიცი გენიოსი ვარ თუ იდიოტიო და თუ გენიოსი ვარ ფილოსოფოსი გავხდებიო თუ არა და არაო და ბერტრანდ რასელმა თემა მიცა დასაწერად და ვიტგენშტაინმა ესეთი რაღაც დაწერა, რომ ბერტრანდ რასელმა რო წაიკითხა უთხრა, რომ პირველი ამდენი წიაღდება სხვათა შორის უთხრა, რომ არა, იდიოტი არ ხარო, ფილოსოფოსი უნდა გახდეო. ლინგვისტური ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი, რომელიც ფიქრობდა, რომ ჩვენი სამყარო არის ჩვენივე ენა, იმიტომ რომ დესკრიფციას, ანუ აღწერას ამენით უკეთებთ ამ სამყაროს, ენა გზღუდავს. ანთროპოლოგიური კვლევებიც არის იმაზე, მაგალითად, ზოგ ადგილზე ფერი ლურჯი არ აქვთ და არ შეუძლიათ რომ წარმოიდგინონ ან ასახონ ეს ყოველივე და ასე შემდეგ. ფიქრობდა, რომ თავიდან ფიქრობდა, რომ ფილოსოფია იყო უბრალოდ სიტყვათა თამაში, მერე გადაიფიქრა, იმიტომ რომ გაიგო სიმბოლოების შესახებ და ჰერმენევტიკის შესახებ, პრაქტიკულად. აი, ამ ნიშერმა დააბრია იდეაში. ის ნიშნულოვანი მოაზროვნე იყო ძალიან.
აქვინელზე მნიშვნელოვანი, მაგრამ გოუთი არ იყო. On certainty არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი, რაც დაწერილი. ზედმეტად კარგში ვფიქრობ მე. მეც ეგრე ვფიქრობ, გეთახები აბსოლუტურად და ჩავსვით. ნუ იმაზეც ვფიქრობდი, აქვინელს ხوار მიუჯინო გვერდზე თქო რა, მაგრამ აქვინელი რაც იყო თავის დროისთვის, მგონია ეს მეტი იყო თავის დროისთვის რა. კი. და მაგარი უცნაური ხასიათის მქონე ადამიანი იყო, მოსწავლეც ემა სკოლაში ასწავლიდა. ნუ მაგით არ ვაფასებთ. ხო, მაგით არ ვაფასებთ, თორე შოპენჰაუერის კაიბედი არ დაადგებოდა. მაგით რო ვაფასებდით. იცვეჭი. ჰიუმზე მოგისმენ. მოკლედ. კაი. ნუ ჰიუმზე ბევრი საინტერესო იდეა არის, სტატიაც არის გამოქვეყნებული, ჰიუმის იდეები ჩვენს წიგნშიც არის, ნუ სტატია არის ჩვენს ვებსაიტზე philosophy.gz-ზე გამოქვეყნებული ტესტიმონიის შესახებ და ნუ ჩვენს წიგნშიც მაქვს ყავს ნახსენები დევიდ ჰიუმი. ნუ საინტერესო ნაშრომები აქვს, ანუ უფრო ფილოსოფიურ იდეებზე გადავალ, ანუ პოლიტიკის ფილოსოფიაზე საკმაოდ კარგი ნაშრომები აქვს და ნუ ფილოსოფიას რაც შეეხება კონკრეტულად ემპირიზმის საკმაოდ კარგი მიდგომა ჰქონდა, რასაც განიხილავდა ეთიკაშიც უტილიტარიანისტული იდეები საკმაოდ კარგად ჰქონდა ჩამოყალიბებული, მაგრამ ნუ ბევრი მინუსიც ჰქონდა მაგალითად ემპირიზმი თვითონ. იმიტომ რომ როგორ აგებულებასაც უკეთებდა რომ იქ ტვინის გარეთ იქ სხვა ვერაფერს ვერ შეიმეჩნეოდა ასე შემდეგ. ნუ ემპირიზმზე რასაც ამბობდა ის იყო რომ ყველა იდეა რაც კი არის ანუ გრძნობებით და ემპირიული გამოცდილებით მოდის კაუზალურობის პრობლემას განიხილავს ასევე საკმაოდ კარგად და ნუ უტილიტარიანიზმზე რაც თქვი ანუ ორნაირად განიხილავენ ხოლმე საერთოდ დევიდ ჰიუმს ან უტილიტარიანისტურად ან სენტიმენტალისტურად რომელიც უფრო მიემხრება იქ ცოტა საკამათო საკითხია მაგრამ უმეტესობა სენტიმენტალისტად უფრო განიხილავს ეთიკურ ჭრილში რელიგიაზე საკმაოდ კარგი ნაშრომები ჰქონდა, ნუ რელიგიის ფილოსოფიაზე უფრო. იმიტომ ფილოსოფიურ ჭრილში ატარებდა, რაზეც წერდა კონკრეტულად სასწაულები და ასე შემდეგ. ამიტომ რავი, ძალიან კარგში ჩავსვამდი მე. კაუზალურობაზე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას. ბარემ. მაგ ანუ ჰიუმის მიხედვით კაუზალურობა არ არის, ესე ვთქვათ, ფილოსოფიური ფაქტი. იმიტომ რომ ანუ ჩვენ უბრალოდ ხედავთ თანმიმდევრობას, რომ ერთი რაღაც პროცესის მერე მეორე ხდება და ვერანაირად ვერ ვაკავშირებთ იმას, რომ პირველმა გამოიწვია მეორე. ანუ მიზეზ შედაგობრება რომ მუშაობს, ეგ არ ვიცით, უბრალოდ ინდუქციურად ვიყენებთ მაგას. პრაქტიკაში ვიყენებთ იდეაში, ეგ თემა არის. ძალიან კარგში მე არ ჩავსვამდი სიმართლე გითხრა, ნორმალურში ვაპირებდი და თუ გინდა კარგში ჩავსვათ, დავაბალანსოთ. მაშინ კარგში ჩავსვათ. მე არ გიждები რა ხო ხდები ჰიუმეზე დიდად კაუზალურობის ამბავის გამო რა ჩემზე არ მაქვს დიდად პრეტენზია იმიტომ რომ ნატურალისტურად როგორც ხნის რელიგიას ეგ მომწონს და ადამიანსაც როგორც იკვლევს იდეაში ეგეც მომწონს კი ეგ ნაწილები საკმაოდ კარგია კი ო ნიცშე მოვიდა საიდან გინდა რა დაიწყო ნიცშეზე ხა ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე 11 წელი იყო გიჟი 1900 წელს მოკვდა ბოლოდან დაიწყო სანამ გიჟი გახდებოდა და სანამ მოკვდებოდა დაწერა ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომები მაგალითად ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან აპოლონურ და დიონისურ საწყისებს განიხილავდა აპოლონური ჰარმონიული საწყისი არის ადამიანის მოწესრიგებული თვითონ სიტყვა აპოლონი მოდის სიტყვიდან აპოლუს, რაც ერთის მრავალში შემოკრებას ნიშნავს. ხო, დიონისური, ქაოტური და თვრალი, სიმთვრალით გაჯერებული ღვთაება არის და მსგავს საწყისი ადამიანის. ეს ბინარული დაყოფა თვითონვე გააკრიტიკა შემდგომში იმავე წიგნის წინასიტყვაობაში. დაწერა ზარატუსტრა, რომელიც ფილოსოფიური ფიქცია ძალიან მაღალი დონის და მნიშვნელოვანი. საკმაოდ მაგას თუ გაიგებ, მე ანტიქრისტეს წაკითხვა შეგიძლია, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი არის. და ეგ უბრალოდ ქრისტიანების ლანძღვა არ არის, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი არის. მხიარული მეცნიერება. გეი მეცნიერება. ძალიან კარგი ნაშრომი არის. The gay science. მარადიული დაბრუნების თეორიაზე მან საუბრობს. კი. ზარატუსტრაშიც არის ასე თუ ისე, უფრო მეტად ვიდრე The gay science-ში.
ну ხომ ზარათუსტრაში მინიშნება არის რა და იქ პირდაპირ მაინც იძახის. ხო მინიშნებებით უფრო არის, მაგრამ იქ საკმაოდ კარგად აქვს მაგრამ ჩამოყალიბებული. ზარათუსტრაში ვაფშე ყველაფერი მინიშნებით არის იდეაში. ხო, წიგნია თვითონ ეგეთი ბუნების. და ზარათუსტრას კიდე რაც შეეხება, ძალიან ლამაზი ციტატა არის მაგ წიგნში. თანა აძს თავის შორის ქაოსიდავდე, რაც გიცდეს შუა როკავი ვარ სკვლავისა, ძალიან ლამაზადაა ქართულად ნათარგმნი. კიდე რა შეგვიძლია ამ ადამიანზე თქვათ? ეთილის და ბოროტის ცხენი როცემეს და მაგის ნიშნული ნაშრომი. ცხენი როცემეს. ეთილის და ბოროტის ნიშნული ნაშრომი ისა slaves morality რაღაცა. მოკლედ, ჰაილაითებად თქვით. უდიდესი გავლენა იქონია ფილოსოფიაზე, ძალიან დიდი. კანტს ვერ იტანდა. გოუთში ვერ ჩავსვა, მაგრამ შეგვიძლია ზედმეტად კარგში ჩავსვათ. რა ვიცი, ან ძალიან კარგში თუ ვინ. ხო, რომელიმე უნდა იყოს მანდ. მოდი რა ისიც გავითვალისწინოთ, რომ ერთი საუკუნით მერე იყო ვიტგენშტაინი. მაგერთ საუკუნეში კი ბევრი რამე მოხდა, მაგრამ გაუტოლდება ვიტგენშტაინს? მე ვიტგენშტაინის ბევრად უფრო თან ანალიტიკური ფილოსოფიის წარმოადგენია ვიტგენშტაინი ნიშე კონტინენტალური ფილოსოფიაზე მოდი მაშინ გეტყვი ზედმეტად კარგში რატო უნდა ჩავსვათ? აბა ნიჩეს ციტატების წერიათ ქართველებს ბაიოში. ხო, ეგ ის საერთოდ ბიჭო რაც არკლავს გაძლიერებსო თან ბიჭო ნიშე სიტყვები არც აი ნიშემა იყო იმდროინდელი ჯარისკაცების ან მილიტარი კოუთი არის რა რეალურად. და დოსტოევსკის აფასებდა. და პირდაპირ ინსპირაცია არის ფროიდის რეალურად. ზედმეტად კარგი ეკუთვნის. კი, ზედმეტად კარგში. მარქსი ჭკვიანი კაცი იყო, ფილოსოფია მე. არა თქვა მეტი რა მოკლედ მარქსმა შეძლო და ჰეგელის იდეალისტური, აბსოლუტური იდეალიზმისგან გამოიყვანა როგორღაც მატერიალისტური დიალექტიკა. რაღაც მატერიალისტური ჯანდაბის დეტერმინიზმი და აბსოლუტურად დედაუტირა თავის კუმირს. მაგრამ მაგასაც ნიჭი უნდა ბრო, იმიტომ რომ ობიექტური იდეალიზმი და რო გაბოყავს დიალექტიკური მატერიალიზმი, მაგასაც ნიჭი უნდა. ყვიანი კაცი იყო მართლა, არც ერთ მის იდეას ფაქტობრივად არ ვეთანხმები, მაგის თქმა შემიძლია. რავი, რო ვკითხულობდი, ერთადერთი ის რეაქცია მქონდა რომ ხო, ნორმალური მსჯელობა, რაღაცა კარგად მიდის, მაგრამ მე საბოლოო ჯამში თავისი დროის კრედიტს ვერ მიცემ, იმის და მიუხედავად რომ ამ ადამიანმა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისტორიაში და არავის არასდროს არ დაავიწყდება საბჭოთა კავშირი და ზოგადად კომუნიზმი და სოციალიზმი და ეგ ფილოსოფია მთლიანად, მაგრამ რავი, პირადად აქ არ ვიცი ახლა ამ ლისტში ვერ ვხედავ ფოიერბახი მე მგონი არ არის, მაგრამ ფოიერბახს დავაყენებდი მარქსის ზევით ბევრად, იმიტომ რომ ფოიერბახი მართლა უფრო ძლიერი იყო, მარქსი მე მართლა მე რავი, მარქსზე ორი ვარიანტია რა. ან მეში უნდა ჩასვა, ან გოუთში ხო ხდები, ეს შუაში ვერ ჩასვა. ხო, კი, ნამდვილად. ჯონ ლუკი არის შემდეგი ემპირიზმის კიდე ერთი წარმომადგენელი. ვინ იყო? ჰიუმი, ხო? კი. ჯონ ლუკსაც ემპირიზმის ერთ-ერთი მამიკოა, ასევე ჯონ ლუკი, მაგრამ საკმაოდ განსხვავებული ემპირიზმი აქვს ჰიუმისგან, შემოაქვს ძირითადი ხარისხები არის მგონი ქართულად ნათარგმნი, არ ვიცი როგორ არის, primary qualities და secondary qualities. primary qualities არის თვითონ ნიუტის რაღაც ფორმა, რაც ნიუტს გააჩნია და secondary qualities არის შემდეგ იმ ნიუტის სუნი, ფერი, გემო და ასე შემდეგ. ასევე იღებს tabula rasas კონცეპტს ჯონ ლუკი, რომ ტვინი არის ცარიელი დაფა, რომელზეც შემდეგ გამოცდილებით იწერება ცოდნები და მსგავსი ემპირიზმის მომხრე არის. რაც საკმაოდ საინტერესო იყო იმ დროისთვის. მეორე მხრივ შეგვიძლია ლაიბნისთან დაპირისპირებაში რა ამბავი არის, ჯონ ლუკისთან განცხადება ის იყო, რომ გონება გამოცდილებით აღიქვამს ყველაფერს და ეგრე ოპერირებს და ლაიბნიცის განცხადება იყო, რომ კი, ეგრეა, გონება ყველაფერს გამოცდილებით იღებს, ოღონდ
თვითონ გონების გარდა. ანუ თვითონ გონება ხო არ არის გამოცდილებით მოცემული და მანდ იყო ლაიბნიცის რაციონალიზმი და ჯონ ლოკის ემპირიზმი იდეაში. რავი, კარგი, ალბათ. ხო, ხო, შეგვიძლია კარგი. ჰიუმს მივუსვათ გვერდზე. მივუსვათ. ანუ ჰიუმის ვერც ქვემოთ ჩასვამ, ვერც ზემოთ, ამიტომ კარგი გამოდის. ჰობსი იყო მნიშვნელოვანი ფილოსოფოსი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგლისელი ფილოსოფოსი, რომელმაც პოლიტიკური ფილოსოფია საკმაოდ ესე საინტერესოდ აწარმოა. სოციალური კონტრაქტის თეორია ჰქონდა. სხვადასხვა ეს სოციალური კონტრაქტის თეორია ლოკსაც ჰქონდა, არ ვახსენეთ, იმიტომ რომ ლოკს ბევრი უფრო საინტერესო რაღაც ჰქონდა ვიდრე სოციალური კონტრაქტის თეორია. ჰობსაც შეეხება, ჰობსზე მაგას ბოლომდე ვერ ვიტყვით. და ზოგადად სოციალურ კონტრაქტის თეორიას ლოკს, ჰობს და ჟან-ჟაკ რუსოს მიაწერენ, მაგრამ სოციალურ კონტრაქტის თეორია შეგვიძლია ანტიკურ საბერძნეთში პროტაგორასთანაც ვიპოვოთ, რომელიც იყო სოფისტი და თვითონ უწევდა რამდენჯერმე კანონების დაწერა და მაგ დროს მიხვდა იმას, რომ ეს არ არის დივაინ გამოცხადება, რაღაც ღვთაებრივი გამოცხადება, არამედ ადამიანები თვითონ ეწერენ ამ კანონებს, ახდებიან და ასე შემდგომ. ნუ თომას ჰობს ჰქონდა ბუნებითი მდგომარეობა, ანუ როდესაც ადამიანს ჯერ ეგ სოციალური კონტრაქტი დადებული არ აქვს და ყველა სინამდვილე ომში არის, მერე ადამიანები ამ კონტრაქტს დადებენ, თავიანთ თავისუფლებებს ჩამოვლენ მაგიდაზე, ესე თქვა, დათმობენ, ამ თავისუფლებებს და პრივილეგიებს მიანიჭებენ რაღაც უფრო დიდ მონსტრს, ვიდრე თვითონ არიან და ეს მონსტრი არის სახელმწიფო, რათა ყველა კარგად და უსაფრთხოდ იყოს. ლევიათანი აქვს ნაშრომი დაწერილი, კარგი ისა, რა ქვია, ილუსტრაცია არის მაგაზე, აბჯარებად ხალხი როაცვია აი, ამონათდება. ალბათ. ეს ამონათდება რა სიტყვაა? გამოჩნდება, ამოკაშკაშდება. ხო და რავი რა. ჯონ ლოკი ნაღდად არ იყო თომას ჰობსი, იყო ნორმალური ალბათ. ხო, ნორმალური. ნუ ფილოსოფიური მიღწევა ბევრად ცოტა აქვს, ამინ მათთან შედარებით, ამიტომ. სორენ კერკეგორი ჩემი ის არის guilty pleasure არის ეს ტიპი ალბათ რაღაცა. არ ვიცი. ქრისტიანი ფილოსოფოსი იყო, ეგზისტენციალიზმის თამამად ვიტყვი დამაარსებელი. ანუ ორი ვარიანტი გაქვს, რა სოკრატე უნდა მიიჩნიო ეგზისტენციალიზმის დამაარსებლად, ან პლატონის თეორენი. აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი დაწერილი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი შეგვიძლია განვიხილოთ ან სადაც ესთეტიკურ და ეთიკურ გამოცდილებებზე არის საუბარი. ორად გაყოფილი ნაშრომია, საქართველოში ეგრე არის გამოცემული. გამოცემდა ხოლმე ფსევდონიმებით ეს კაცი. აბრაამზე მშვენიერი ჰერმენევტიკა აქვს გაკეთებული. სასწაკვეთილებაზე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები აქვს ნათქვამი, დაყოფილი აქვს მრავალგვარად. როდესაც მე მსურს ის ვიყო, ვინც ვარ და როდესაც მე მსურს ვიყო ის, ვინც არ ვარ და ასე შემდგომ და მაგას საკმაოდ საინტერესოდ განიხილავს. ახალგაზრდობაში ჰეგელიანელი იყო. მის დეფინიცია კარგად აქვს გაკეთებული. ძალიან მომწონს ამ კაცის საკითხვა. მიღწევებს რაც შეეხება შემიძლია ვთქვა, რომ კონკრეტული სახის მიღწევები ქონდა ჰერმენევტიკაში და ეთიკის ანალიზში თვითონ. და მე ჩავსვამდი ალბათ ძალიან კარგში. ხო, გეთახმები. რისი დამატება შემილია? ალბათ ერთი ისაა, რომ შელინგზე აქვს მაგარი წერილები დაწერილი. და შელინგზე კაი წერილი. ეგ უცებ რო ვთქვა, ანუ დაახლოებით ესეთი რაღაცა არის, რომ შელინგის ლექციებს ესწრებოდა გერმანიაში. მაგის გამო გზაგაიარა. მაგის გამო სერიოზული გზაგაიარა. დანიიდან ჩავიდა, ანუ დიდი გზა იარა რა. და ანუ წელიწადის სემესტრის დასაწყისში ძალიან კარგ წერილებს წერდა, ანუ აღფრთოვანებული იყო შელინგი და სადღაც 1-4 თვის მერე უკვე სემესტრი რომ თავდებოდა, ანუ ძალიან ცუდ წერილებს წერდა უკვე შელინგზე რა, როცა განიხილავდა მის ლექციებს. და ნუ მეორე იმის თქვა შემიძლია დავამატო, რომ ერთ-ერთი წიგნი, რომელიც მაგ ყველაზე ლამაზი ხდით, ერთ-ერთი არის სორენ კიერკეგორის წიგნი. მოკლედ, აქ არის ახლა ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ჩემ თვალწინ რა, მოდი ამას პირდაპირ გოუთში ჩავსვამ და მე ვისაუბროთ. სპინოზა არის ეს. მაგაზე მგონი არც გვიწევს საუბარი, იმიტომ რომ ყოველ სტრიმს ვსაუბრობთ. სპინოზაზე ერთი ძალიან კაი და დიდი ვიდეო გაკეთდება რა, მაგრამ რამდენიმე რაღაცას ვიტყვია. მოკლედ,
მარტო ეთიკაზე ვისაუბრებ ამჯერად მის ნაშრომ ეთიკაზე, რომელიც არის 5 ნაწილად გაყოფილი, რომელშიც არის ძალიან მნიშვნელოვანი დებულებები, აქსიომები, განსაზღვრებები ასე შემდგომ. პანთეიზმის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი, ну, რა თქმა უნდა, თუ არ განვიხილავთ იქ ერიუგენას და ბრუნოს და ვიღაცებს, ყველაზე სისტემური კარგი ფუძემდებელი, ანუ რაც სისტემა რომ მოგვცა არის სპინოზა, გეომეტრიული წესრიგის მიხედვით დაწერა თავისი ნაშრომი. ყველანაირად აჩვენა თავის ნაშრომში, რატომ არის სწორი და რატომ არ შეიძლება რომ დაუპირისპირდე. არგუმენტები იდეალური. რა შეიძლება რომ თქვა ამ ადამიანზე რა, ანუ თავის დროის გენიოსი იყო. და ისეთი ადამიანები როგორებიც არიან მაგალითად თუნდაც ალბერტ აინშტაინი უდიდეს პატივს ემდა სპინოზას და მიიჩნეოდა გენიად. და ასევე იყო სპინოზიანელი პანთეისტი. რა თქმა უნდა. რაციონალისტი, ნუ, რაც თავარია, რაციონალისტი იყო და სერიოზული რაციონალისტი. და გაცილებით ნაკლები სისულელი აქვს ნათქვამი, ვიდრე ქონდა დეკარტს. და შემდგომ ვინც არის რიგში, ბატონი ლაიბნიცი თუნდაც იმას. ხო, ნუ ლაიბნიციც რაციონალისტი იყო და სისულელეების ნათქვამებით რო შევადაროთ, მაგრამ ძალიან რო არ გადავიდე ჯერ თემას, სპინოზასა და დეკარტს შორის არის, მე ეგრე ვიტყოდი. ლაიბნიცს რაც შეეხება ჩამოყალიბა მონადოლოგია, საკმაოდ საინტერესო თეორია, ანუ აი მაგალითად ახლა კვანტურმა ფიზიკამ რო დაამტკიცოს, რომ ანუ ეს კვანტები რეალურია და მთელი კვანტური ფიზიკა ანუ დამტკიცებული იყოს და უკვე თეორია აღარ იყოს, როგორც ეს დღეს არის, ლაიბნიცი გახდება ყველაზე მაგარი ფილოსოფოსი. მაგრამ ეგ არ მგონია მოხდეს. არ მგონია კი არ მოხდება. მონადოლოგიის გარდა საკმაოდ საინტერესო იდეა აქვს ჰარმონიაზე. ну მონადოლოგიაზე იმას ვიტყვი კიდევ რომ ანუ დაახლოებით ყველაზე მარტივი შედარება რომ მოიყვანო მაყურებლისთვის ეგ არის კვარკები. ანუ არის რაღაცა პატარა მენტალური ნაწილაკები, რომლისგანაც შედგება მთლიანი სამყარო და რაც კი ამ სამყაროში არსებობს. ну კვარკები ეგ არის მენტალური არ არის კვანტია იდეაში, მაგრამ ხო. ხო რა. ну ჰარმონიაზე აქვს კიდე საინტერესო ის რომ წინასწარ დადგენილი ჰარმონიულობა არის ამ არსებულ ნივთებს შორის, ანუ ღმერთს შორის და რაღაც და ეს ყველაფერი გამოყავს იქედან, რომ ხო, აი ეგ მნიშვნელოვანია. წინასწარ დადგენილი ჰარმონია მნიშვნელოვანია ძალიან. კი, საკმაოდ კარგი იდეა არის ეგ. და კიდე აქვს საინტერესო იდეა, ოღონდ მარტო საინტერესო, კარგი არა, იმაზე, რომ შესაძლო სამყაროებთან დაკავშირებით. რომ ღმერთმა ანუ წარმოიდგინა ყველა შესაძლო სამყარო, რაც კი არსებული, რაც კი შეიძლება არსებულიყო და ამოირჩია მათ შორის საუკეთესო, რომელიც არის ეს. ამაზე საინტერესო დიალოგი ჰქონდათ. რომელიც არის ეს და ჩვენი სამყარო რაღაცა ის არის რა. ჩვენი ახლა ძალიან იყო, ანუ უილა დაკევინო. არ არის ეს. ეგ ეს არის რაღაც შეეშალა. ყოველ შემთხვევაში ანუ ვინც ამ ვიდეოს უყურებს ის ამ თეორიას უნდა უარყოფდეს, იმიტომ რომ ყველა შესაძლო სამყაროს შორის საუკეთესოში ამ ვიდეოს უკეთესი ედიტინგი ექნებოდა, ხო? ალბათ. ნამდვილად. ხო, ну მოკლედ. და ну ამაზე საინტერესო საუბარი ქონდა თემოს და ბაქარს, დებატები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი არხის ლაივ სექციაში გადახოთ და იქ შეგიძლიათ თემოს და ბაქარ კავთარაძის დებატს მოусმინოთ და აქაც განიხილეს ეს არგუმენტი. ძალიან ლაიბნიცი შეგვიძლია ძალიან კარგში ჩავსვათ კი. ესთეტიკის მეტაფიზიკის გამოჩავსო მაგ ძალიან კარგში მე პირადად და მე არის რა. ჟან-ჟაკ რუსო ემოციურ დონეზე ძალიან მიყვარს როგორც ინდივიდი, მაგრამ და ჟან-ჟაკ რუსო არის მუსიკალურ დონეზე თავის დროის ავთო, იმიტომ რომ მათემატიკურად ასწავლიდა ბავშვებს გიტარაზე დაკვრას, აი როგორც შენ შვები ეგრე რა. ბავშვებს არ ასწავლი, მაგრამ შენ თვითონ ხო მათემატიკურად უკრა. და უკან ბუნებაში და მთელი ამბები, ხო. აჰა. აი, ეხა მოვიდა. ვინ მოვიდა? ჯონ სტიუარტ მილი. აი, ეს ნამდვილად უტილიტარიალისტი არის. ამას სენსუალისტს ვერ ვიაცერ. არა, ანუ მოკლედ ჩვეულებრივად ბენტამის აზრს იზიარებს, ჩვეულებრივ უტილიტარისტი არის, უბრალოდ ინტელექტუალიზმს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე სიამოვნებას, როგორც ხარისხს. ეგ არის განსხვავება. თავისუფლების შესახებ საინტერესო ნაშრომი აქვს დაწერილი, შეგიძლიათ წაიკითხოთ, განსაკუთრებული არაფერი არ აუშავს რა. მეც ვერაფერს ვერ ვიწყებთ. გეთახმები. და ნუ ჭკვიანი კაცი იყო. ჭკვიანი კაცი იყო ძალიან. ძალიან ჭკვიანი იყო, მაგის თქმა შეგვიძლია. საკმაოდ.
ჟან-პოლ სარტრი ამ თლიან ბორდზე ავსტრიელი მხატვარის მერე ყველაზე მახინჯი ადამიანი. მნიშვნელოვანი ეგზისტენციალისტი მოაზროვნე. ჰაიდეგერის მერე ყველაზე მნიშვნელოვანი იმის გარდა რომ აქ ყველაზე მახინჯი არის კამიუმ გოგო წაართვა და მაგის გამო კამიუს ანუ მის საუკეთესო მეგობარს ეჩხუბა, მოკლედ არ ქონდა ამ კაცს თლად კარგი ცხოვრება როგორც ხედავთ. თლიანი სირთულეებით მოცული იყო. მაგრამ საბოლოო ჯამში სერიოზული ინტელექტუალი იყო. ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი აქვს დაწერილი როგორც ლიტერატურაში, ასევე ფილოსოფიაში. ლიტერატურაში გულისრევა ძალიან მომწონს, ანუ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული წიგნი არის გულისრევა ლიტერატურულ დონეზე. შემიძლია დავжди და ვიკითხო. და საერთოდ არ მერევა გული მაგ წიგნზე, პირიქით მიყვარს. მეორე მხრივ არა შესახებ მნიშვნელოვანი ნაშრომი აქვს დაწერილი. ჰაიდეგერზე მნიშვნელოვანი არა ეგზისტენციალიზმში, მაგრამ კამიუზე მნიშვნელოვანი ნამდვილად არის. სოციალისტური გადახრები ქონდა სერიოზული. ეგეთი გარეგნობით ყველას ექნებოდა. აი, შედებეთი. ძალიან კარგი არა და კარგი, რა ვიცი, კარგი იყოს. ცუდი ნაღდად არ არის ახლა. ნორმალურიც არ არის. კარგში ჩასვი? ნუ, ჯონ რაულსი, ეკონომიკა, რაღაც პოლიტიკური ფილოსოფია. ვერ ვიტყვი რომ რაღაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მაგ ყველაფერში, ყოველ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან, რა ვიცი, არაფერი ისეთი, მე ვიტყვი ალბათ რა. ერთადერთი რაც ჰქონდა, ანუ ორი პრინციპი ჩამოყალიბა სამართლის და ეგეც დიდი არაფერი, ამიტომ მე რა. და ანუ იდეაში, ანუ ფილოსოფოსი ვაფშე არ იყო შეგვიძლია ჩასმა, მაგრამ ანუ პოლიტიკის ფილოსოფია აქვს და მორალურ ფილოსოფიაზეც საუბრობდა, მაგრამ არაფერი ბერტრან რასელზე იგივეს გაკეთება შემეძლია რა სპინოზას გავაკეთე, ჯერ ჩავხსო მე ვისაუბრებ. მოკლედ, ანალიტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთი მამამთავარი თლიანად. აქვს დაწერილი ამ ადამიანს ურთულესი ნაშრომები და უმარტივესი ნაშრომები, ანუ ორივე შეგიძლიათ გაეცნოთ. ხო, ნუ ბერტრან რასელი, აქვს დაწერილი უაითჰედთან ერთად პრინციპა მათემატიკი, ორ ვოლიუმად არის გაყოფილი, შეგიძლიათ PDF-ი ნახოთ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომია, მთლიან ფორმალურ ლოგიკაზე. ფორმალურ ლოგიკის არის დაწერილი ფაქტობრივად ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაშრომი იყო, რასაც კი შევჭიდები ვარ ცხოვრების განმავლობაში. აქვს უმარტივესი ნაშრომები დაწერილი, ფილოსოფიური პრობლემები და ასე შემდგომ და ფილოსოფიის ისტორია, დასავლური ფილოსოფიის ისტორია, რასაც შეგიძლიათ გაეცნოთ ისტორიული კონტექსტითაც და მას შემდგომ შვენივრად აქვს ეს წიგნი შედგენილი. ესეები კიდე. კი, ესეებიც გამოცემული არის, მაგას ეგეც მარტივი არის. არ გიждდებოდა დეკარტის კოგიტო ერგო სუმზე და ვერ გაამტყუნებ, კარგად აკრიტიკებდა. მეს და აზროვნებას შორის და მეს დეფინიციებზე დავებოდა. ჰეგელზე არ გიждდებოდა, დიად არ უყვარდა, ვერც მაგაზე ვერ გამტყუნებ, ნორმალური კრიტიკა ჰქონდა. ბრიუტ ფაქტი ამ კაცის მოგონილი არის ფაქტობრივად და შეგიძლიათ გაეცნოთ, მაგის ახსნა რომ დავიწყო დიდი დრო დამჭირდება ძალიან. და ნეიტრალური მონიზმი და მთლიანი ექსუბსტანციონალიზმი, ფაქტობრივად მისი შედგენილი არის საწყისები რა, ეგრე შეგვიძლია ვთქვათ. ნიშნულოვანი კაცი იყო, მათემატიკოსი, ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, ძალიან განავითარა ფილოსოფია, ძალიან გვიხარია, ძალიან გვიყვარს, გენაცვალე. ვიტგენშტაინის მასწავლებელი. და დესკრიფციულობაზე და პრესკრიფციულობაზე კიდე კარგი ისენი რა ქვია. ამიტომაც ჩვეულებრივად გოუთი არის, ჩვეულებრივად. და ერთი რამეც რაც შემიძლია დავამატო არის ეს. მართალია. ძალიან ბევრს ეწეოდა. კი, ძალიან ბევრს ეწეოდა. შემდეგ იცეხა უარევასებოდა. უკეთეს რამეს ეწეოდა თავის ჩიბუხში, ვიდრე შენ ეწევია. დიდი ალბათობით. ვითელ კემელზე უკეთეს ასე. აქ კიდევ არის ერთი კაცი, რომელზეც პირდაპირ შემიძლია ამის გაკეთება. გოუთი და თან ახსენე კიდევაც რომ დიდად არ მოწონა ჰეგელი და მიუსვათ გვერდზე. ხო, ანუ გვერდი იყვნენ, გაერთობიან. ჰეგელს ბევრი მინუსი აქვს, რა თქმა უნდა რა, ანუ ის იდენტობის კანონის უაზრო კრიტიკა, პოლიტიკური რაღაცები, 1000 რაღაც, მაგრამ გონის ფენომენოლოგია უმნიშვნელოვანესი ნაშრომი, რელიგიის ფილოსოფია უმნიშვნელოვანესი ნაშრომი, ისტორიის ფილოსოფია უმნიშვნელოვანესი ნაშრომი, გონის ფილოსოფია უმნიშვნელოვანესი. მოკლედ, ამ კაცმა რაც დაწერა,
ყველაფერი მნიშვნელოვანი იყო იმის გარდა, რასაც წერდა ადრეულ ასაკში, ანუ თეოლოგიაზე როდესაც წერდა და იესოდ როდესაც კანტი გამოსახა. იმ დროიდელი მიმერია ჩვეულებრივად მაგ პერიოდში რა ვიცი. კი. რა მაინტერესებს, ანუ ფიხტეს და შელინგს ვეძებდა, არ არის ხო? ვერ პოულობ. ნუ არ არის ხო. ოკეი. ნუ ჰეგელზე ბევრი, ანუ რო დავიწყოს ლაპარაკი, ძალიან ბევრი უნდა ვილაპარაკოთ, მგონი ჯობია დავტოვოთ. ნუ ერთი იმას ვიტყვი, რომ ის დიალექტიკა, რასაც ჰეგელს მიაწერენ ეგ ფიხტესი არ და მე ყველაზე მეტად მარქსმა განავითარა. და ჰეგელიც ახლა მთლად ეგრე ხშირადაც არ იყენებს, მაგრამ სხვა დაერთა შეიძლება მისი მთლიანი სისტემის დახასიათება. მარტინ ჰაიდეგერი ზედმეტად კარგი გოუთობის გოუთობაზე შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს იდეაში. რა ვქნა? ზედმეტად კარგი გოუთი, ზედმეტად კარგი გოუთი. რომელი? I don't know. It's your call. რა არის, იცი? იყოს გოუთი. და უბრალოდ როგორი რა, ანუ ეგზისტენციალისტებს შორის ყველაზე ძლიერი არის ეგ უპირობოდ. და აქვე აღნიშნავ ძალიან ბევრი აი დაზინზე და აი უნარზე და მოყოფიერებაზე და მეგეთებზე რო არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ძალიან არ გაიწელოს ეს ვიდეო. იმას ვიტყვი, რომ ანუ ფილოსოფიურ ანთროპოლოგიაშიც დიდი მნიშვნელობა აქვს შემეზით ჰაიდეგერს იმ მხრივ, რომ ადამიანი დაუმთავრებელი პროექტია, ადამიანი წარსულით კი არა მომავლით დეტერმინირდება და ასე შემდგომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რა და მსგავს რაღაცები ფილოსოფიურ ანთროპოლოგიაში, ანთროპოლოგიის ფილოსოფიაში საკმაოდ დასაფასებელია. ნუ დანარჩენი ის თქმა შემიძლია რა, ანუ კონტინენტალური ფილოსოფიის ღირსეული წარმომადგენელი, ეგზისტენციალისტებს შორის ყველაზე ძლიერი ფილოსოფოსი. ყველაფერი მნიშვნელოვნად და კარგად გამოიყურება ამ ადამიანს. ნუ რომ მიაწერენ იმას, რომ ავსტრიელი მხატვარი ძალიან უყვარდა, შემდგომ ინტერვიუში და წერილებში აღნიშნა, რომ არ უყვარდა. და უბრალოდ რაღაც სცადა. ბოლომდე ვერ ვისაუბრებ მაგ საკითხებზე, იმიტომ რომ მართლა შეიძლება მაგაზე ვაინ დაგვედოს. აი, ამაზე მართლა შეიძლება ვაინ დაგვედოს. კი. სახელებს და იმას ვერ ვაბობ აქ ხალხის. აკრძალულია YouTube-ზე რა ვქნა. რა გავაკეთო მე? ნუ გოუთში მიდის. Two dogmas of empiricism. მნიშვნელოვანი არის ქვაინის მოღვაწეობა. ორი დოგმა ძალიან მნიშვნელოვანი არის. მაგაზე სხვადასხვა ძალიან კაი კომენტარები მაქვს დართული და ვინ შემოხვალ ჩვენს Discord server-ზე შემიძლია გამოგიგზავნოთ. როგორც მახსოვს ორი დოგმა 51-ში ამოაქვეყნა, ან 50-ში. იმ დროისთვის 51-ი მახსოვს, მეც. ინოვაციური იყო იმ დროსთვის და ამავდროულად სინთეზურის და ანალიზურის კრიტიკასაც აკეთებდა ეგაც. რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო და ანალიტიკურ ფილოსოფიაში დიდი წვლილი შეიტანა ძალიან. ჰოლისტური ხედვა ჰქონდა ცოდნის და ეგეც საინტერესო არის. ნუ ხო, მაგრამ ჰოლიზმი ის არის, რა ქვია, გავრცელებული არის იდეაში ანალიტიკურ ფილოსოფიაში საკმაოდ თავის დროზეც იყო და რაღაცა და მაგ ხელა კრედიტს მაგის გამო არ მიცემდა. ნუ ხო, ანუ იმ ხელა კრედიტი არ არის. ონტოლოგიური და ეპისტემოლოგიური დარგების ანალიტიკური გადამა ძალიან ჩვენივად გააკეთა, იმიტომ რომ რაღაცის არსებობაზე როდესაც ლაპარაკობ, ის ლოგიკური ფორმით უნდა იყოს ანუ ჯასტიფიკაციურად გამოხატული რა, რეპრეზენტირებული, რაც მნიშვნელოვანი არის. მოგეთ თქვენს მე ზედმეტად კარგში ჩავსვამდი რა, მართლა ძალიან კაია. ჯონ დიუია შემდეგი აბსოლუტურად ყველა დავხარჯე ამ კაცის წიგნების კითხვისას, რომ ჩემი გადმოსახედიდან არაფრით არ აღმაფრთოვანა, რა ვიცი. ჰაჰაჰასაც ვერ ვიტყვი გამეცინა, რომ რაღაც გამეცინა თქო რაღაცა არ გამცინებია, მე უფრო მაღალი არის. ხო და არ გამცინებია და ჰაჰაჰას როგორ იმას დაჟე არც გაგეცინა. ფუკოს აქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რაღაც ნათქვამი დაწერილი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის The Order of Things. ქართულად არ არის თარგმნილი. მაგ წიგნში განიხილავს ნახატებს და 1000 რაღაცას, მაგრამ თავარი ამბავი ის არის, რომ რა თანმიმდევრობა, ანუ როგორ ალაგებს ადამიანი თანმიმდევრულობის მხრივ რაღაცებს. შესაძლოა ახაც მაგას ვაკეთებთ. ღირებულებას რო ირჩევს ადამიანი და ასე შემდეგ. რაღაც კონკრეტულს. და ძირითადად განლაგების ამბებს ძალიან კარგად აკრიტიკებს.
უტოპიებს იკვლევდა კიდევ ფუკო და უტოპიური სივრცის გამოკვლევის მეცნიერება, ფილოსოფიური დარგი დააფუძნა ფაქტობრივად, რომელსაც არანაირი სახის განვითარება არ ქონია ფუკოს შემდგომ და იმედი მაქვს რომ ექნება. და უტოპიური სივრცეები ძალიან საინტერესო არის. მოკლედ მნიშვნელოვანი კაცი იყო, მის დებატებს უყურეთ YouTube-ზე. აუცილებლად მოიგოთ ან. ვიტყოდი ზედმეტად კარგი. დაჩასვი? ზედმეტად კარგი. ჰმ. ნუ, ფრენსის ბეკონი. რავი, რას ფიქრობ? ბეკონი, I don't know. ხო რა. აი, ვერც ანა არენდი, ნუ, საინტერესო პორტრეტი დახატა კონკრეტული ადამიანის, რომლის სახელსაც არ ვიტყვი. საინტერესო რა ის ქონდა შეხედულებები პოლიტიკაზე, საბართავზე, სახელმწიფოზე ასე შემდგომ. რომელთა განხილვასაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. არა უშავს რა. რა ვიცი. სიმონ დე ბოვუარს უშავს. მეორე სქესი მნიშვნელოვანი ნაშრომი არის, კარგი არის, მომწონს, თავის საქმეს შეიძლება დაკეთებს. ეგზისტენციალისტი ქალი, ამის გამო იჩხუბნენ სარტმა და კამიუმ. ეგ ცოტა ცუდი არის, ხო, მაგრამ რავი, ეგ უფრო კამიუს ბრალი იყო ალბათ ვიდრე ამის. ან შეიძლება სარტრის. ყოველთვის შეიძლება განიხილო გამოვ. მოკლედ ვიტყოდი კარგს. სარტრთან მივა ეგზისტენციალიზმში? სარტრი და სიმონ დე ბოვუარი ერთად მოყოლდეს? არ უნდა ყოლდეს. ხო, მაგიტო გეუბნები. ანუ წესი ნორმალური უნდა იყოს. ხო, მაგრამ პლატონს, ჰერაკლიტეს და ამათ მილჩევნია, მაგრამ. აი დილემის წინაშე დავდექით. იყოს ნორმალური. ეგ დროითი განსხვავებაა და მაგით, ანუ ვოლტერი. დროით განსხვავებას დავაბაროთ ეგ. ნუ, ვოლტერზე პირდაპირ ვიზამ ჰაჰაჰას. ისეთი ჰაჰაჰა არ არის აქ როგორც კონფუცი და ჟან-ჟაკ რუსომ. ცუდი არ არის ჰაჰაჰას ამბავში რა. უბრალოდ მართლა სასაცილოა მართლა. ანუ რო კითხულობ, მართლა ხალისობ რა. და უვიცი ფილოსოფოსი არის, ანუ ეს მოთხრობა რა, დაწერილი აქვს და ზოგადად მოთხრობები ბევრი აქვს დაწერილი, ძალიან საინტერესო და კარგი არის რა. და ფენტეზი ჟანრში აქტივს დაწერილი უცხო პლანეტაზე როგორ ანუ sci-fi აქვს დაწერილი აქ რა. სვეტშიო. ხო და კაროჩე მაგარი ტიპი იყო რა, მაგრამ ანუ ახლა მეტ კრედიტს ვერ თავისუფალი მოაზროვნე free thinker-ი იყო. ეგ არის და ეგ. ნუ, უილიამ ჯეიმსი. უილიამ ჯეიმსი და ესე ვთქვათ, უილიამ ჯეიმსის გარდა კიდე პოზიტივიზმზე, ნეოპოზიტივიზმზე და სხვათა შორის მეცნიერებისადმი ფილოსოფიაზე ვაპირებ ერთი დიდი ვიდეოს გაკეთებას და უილიამ ჯეიმსის გადაკვეთასაც და ამ ყველაფერსაც ანუ ეთიკურ, არაეთიკურ ყველანაირ ჭრილში აუხსნა განმარტავ. თვითონ უილიამ ჯეიმს რაც შეეხება ჩემი აზრით ნორმალურზე მაღლა არის, კარგი არის. და საინტერესო შეხედულებები ქონდა ყველაფერზე. ახლა უილიამ ჯეიმსს ელაპარაკს არ დავწერ, იმიტომ რომ მაინც ვიდეოს დაკეთებას ვაპირებ მაგას. ნუ, კარგით მეგობრებო, შემდეგ არის ჰუსერლი და მოდი დანარჩენ ფილოსოფოსებსაც ზოგადად მოკლედ განვიხილავ და ისე ჩავსვამ თაიрлისტში, იმიტომ რომ ამ თაიрлისტის მთლიანი ამბავი ხო ის არის, რომ ნუ აზრი მოგაწოდოთ ჩვენ რას ვფიქრობთ და მე თქვენ თვითონ გაეცნოთ რა, ანუ ამ ფილოსოფოსებს და რაღაც. და რა ყველა მათგანი ავხსნათ ეგრე გამოვა 8 საათიანი კი არა, მე რამდენი ფილოსოფოსიც არის იმაზე 8-ჯერ მეტ საათიანი. ვიდეო. ნუ ჰუსერლსაც შეეხება ზოგადად ფენომენოლოგია, მნიშვნელოვანი მიდგომა და დარგი არის, ფაქტობრივად დარგი შეგვიძლია დაუძახოთ ფილოსოფიაში. მნიშვნელოვანი ნაშრომები აქვს დაწერილი ჰუსერლს, ინტერნაციონალობაზეც ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები აქვს გაკეთებული. დიდი გავლენა მოახდინა შემდგომში ფილოსოფიაზე, ამიტომაც ის არის ძალიან კარგი. ნიკოლო მაკიაველის მთავარი არის რეალისტური ნაშრომი პოლიტიკის ფილოსოფიაში. მეტ კრედიტს ვერ ვაძლევთ, იქამდე იყო ნორმატიული ნაშრომები, მაგალითად პლატონის, ანუ როგორ უნდა იყოს რაღაც, მაკიაველმა რეალისტური, ანუ რეალიზმის მიხედვით შემოგთავაზა ეს ყველაფერი, რომელიც მართლისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ახლა შეგიძლიათ თქვენც 15 ლარად შეიძინოთ და თავი იგრძნოთ ისე როგორც მართველებმა, იგივენად როგორც მაგალითად ავრელიუსის ნაშრომი ჭყალებში დღიური მხოლოდ თავისთვის იყო და თქვენ შეგიძლიათ 30 ლარად შეიძინოთ და ავრელიუსად იგრძნოთ თავი. ნიკოლო მაკიაველს არ არის ფილოსოფოში ვერ ჩავსვამ. ჰაჰაჰაში ახლა სასაცილო ამკაც არაფერი არ დაუწერია, მეხში ჩავსვამ დის სიამოვნებით. დერიდა ძალიან მნიშვნელოვანი, ჰეგელი, ფსიქოანალიზი, მთელი ამბები. შეგიძლიათ წაიკითხოთ დერიდას ნაშრომები, მართლა მნიშვნელოვანი. ამ კაცმა მაინც შეძლო და გამოუცა მრავალ მხრივ, ამიტომაც ჩავსვამდი ზედმეტად კარგში არა და ძალიან კარგში. არტურ შოპენჰაუერი უპირობოდ გოუთი არის. სამყარო გოუთი?
მე უეჭველი გულით, იმიტომ რომ ისა რა ხო, ქვია, საკმაოდ საფუძვლის ოთხმაგი ფესვის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი არის. ანუ მაგაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი ცოტა დაწერილა, რაღაცა. საყვარელ ვითარცენება და წარმოდგენაში ძალიან ბევრი ნიუანსური და მნიშვნელოვანი კარგი რაღაც ხდება. სხვა მის ნაშრომებზე ხმას ვერ ამოვიღებ, არ მომწონს არც ერთი. ხო, მაგიტო ვფიქრობდი ზედმეტად კარგში რამე. ნუ ხო, მაგრამ აი ეთიკაზეც კაი რაღაცები აქვს დაწერილი და სხვათა შორის დებატების სახელმძღვანელოც აქვს დაწერილი, ვინც არ იცის დებატები და არ გამოსდის, შეიძლება გამონაკლისს. კი, მე კი. ჰაბერმასი. ნუ ჰაბერმასი იმის თქვა შეგვიძლია რომ თავის დროისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა, ნაშრომებიც საინტერესო არის. საბოლოო ჯამში ალბათ ნორმალურში ჩავსვამდი რა, იყოს ნორმალური. ნოამ ჩომსკის რაც შეეხება, ნოამ ჩომსკის პოლიტიკური ფილოსოფია და ნუ ზოგადად თითქმის ყველაფერი რაც უნდა არაფერი ჩემთვის დიდად მისაღები არ არის, ის ანარქიზმის მოდელი ასაც გვთავაზობს არც ეგ არ მომწონს. მე კარლ პოპერი. ხო, რავი. არა უშავს რა, იყოს. ჩომსკის კი ჯობია. ნუ, ანუ კრიტიკა აქვს კარგი საკმაოდ, რა ქვია, ინდუქციის კარლ პოპერს. პოლიტიკური იმეებზე აქვს კიდე კარგი ნაშრომები, open society-ზე. მაგის თქმა შემიძლია და ნუ ფილოსოფიაში ბევრი არაფერი მიუღწევია და მაგიტო ჩავსვით არაუშავს რაში. ნუ სანდერს პერსიზე იმის თქმა შეიძლება რომ პრაგმატიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი არის და ამავდროულად სემანტიკაზე და ლოგიკაზე მნიშვნელოვანი რაღაცები აქვს ნათქვამი, პრაგმატიზმი არ მომწონს, სემანტიკაზე და ლოგიკაზე კარგი რაღაცები აქვს ნათქვამი, შეგიძლიათ გაეცნოთ. ჩავსვამდი ალბათ კარგში. ოგიუსტ კონტს რაც შეეხება, ოგიუსტ კონტს ხო მნიშვნელოვანი სოციოლოგიური ნაშრომებიც ჰქონდა. სოციოლოგიური კი? ამავდროულად ჰქონდა მნიშვნელოვანი პრაგმატული ნაშრომები არ პრაგმატიზმიშიც. ის ნაშრომები რაც ამ კაცს ჰქონდა დაწერილი, ყოველ შემთხვევაში ფილოსოფიაში და პრაგმატიზმის ნახეთ, დიდად არ მესიამოვნა. ნუ სოციოლოგიაზე, ანუ იმის თქმა შემიძლია, რომ ანუ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ანუ მეცნიერებად განიხილა ეგ ყველაფერი რა, კონკრეტული სტრუქტურების და ჩარჩოების მიხედვით. ძალიან ცუდი რომ სოციალურ ფილოსოფიას მოაცილა სოციოლოგია, ამის გამო იქნები არაუშავს კიდე. კაი. ალბერ კამიუ, როგორც გენებოთ. ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ლიტერატურის დარგში, ფილოსოფიაში არ გაიცემა, ისე როგორც მათემატიკაში, მაგრამ ფილოსოფიაში გაიცემა ფილოსოფიის პრემია, რომელიც უფრო ძვირადღირებულია ვიდრე ნობელის პრემია. კამიუს აქვს ერთი ისეთი წიგნი დაწერილი, რომელთაც ტვის ბურღავენ 24/7-ზე, ეს არის უცხო, რომლის თავარი პერსონაჟიც მოგეხსენებათ არის მერსო. რომელთანაც იდენტიფიკაცია თუ გაკავშირებთ, ანუ ფიქრობთ, რომ ეგრე ხართ, ეგ ძალიან ცუდია, იმიტომ რომ კამიუ იმას ფიქრობდა, რომ ეგრე არ უნდა იყო. და მეც ეგრე ვფიქრობ. ამბოხებული ადამიანია ჩემი საყვარელი წიგნი, მასაც დაუწერია. სიზიფეს მითით კიდე დღევანდელი ქართველი და არა მხოლოდ ქართველი 15 წლის ახალგაზრდობა ძალიან აღფრთოვანებულია. ჩემი აზრით ბედნიერი არაა სიზიფე. სარტრი ნამდვილად არ იყო. ბოუარი და ჰაბერმასი იდეაში ანუ ესე რომ აქვს ჩასმული, ანუ სხვადასხვა რაღაცაში მოღვაწეობდნენ, ანუ ფილოსოფიაში, მაგრამ სხვადასხვა განხრით და უცნაურია, იმიტომ რომ ხა იგი რომ მივუძგე, ანუ ჰაბერმასი მირჩევნია მე კამიუს რა. და რა ვიცი რა, მაგრამ უნდა ჩავსვა ნორმალურში. არაუშავს რაში? არაუშავს რაში, იმიტომ არ უნდა ჩავსვათ რომ იმდენად კარგად გააკეთა ანუ ამბოხებული ადამიანი მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომია რა. აი მაგის გამო იმსახურებს. ბლეზ პასკალი გენიოსი, უპირობოდ ძალიან დიდი გენიოსი მართლა, რომელსაც წარმოდგენა არ ქონდა ფილოსოფიაზე და საშინელი ფილოსოფოსი იყო, მაგრამ იყო გენიოსი. გენიოსი, მაგრამ ფილოსოფიაში მე. ფილოსოფიაში მე და კიდე, ნუ მოდი გავიხსენოთ არგუმენტი, ანუ პასკალის ანაძლეო და ჰაჰაჰა. რა ვიცი. აჰაჰაში ჩავსვათ? მე მან ჩავსვიგია. ანუ ხო, ანუ უჭკვიანესი კაცი იყო, უბრალოდ არ გამოდიოდა რა. მოკლედ, ხო, შემდეგი არის რიჩარდ რორდი, ამერიკელი ფილოსოფოსი, ნეოპრაგმატიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მიყვება პრაგმატიზმის ფუძემდებლებს, დიუის მიყვება, განსაკუთრებით და პერსის და ასე შემდგომ. აკრიტიკებს ძველ ფილოსოფიას და მიიჩნევს, რომ ეს ანტირეპრეზენტაციონალისტი არის, ანუ თუ მიიჩნევენ ძველი ფილოსოფოსები, რომ ჩვენ სიტყვებს შეუძლია რომ რეალობას ჩაწვდეს, ესე არ თulis. იმიტომ რომ ცნება არ ასახავს
საგანს, ანუ ცნებაში საგნის მოპოვება შეუძლებელი არის, ცნებამ შეუძლებელი რომ საგანის სრულად დასახოს და რეპრეზენტაცია იყოს მისი. რაშიც არ ვეთანხმები და ფაქტობრივად ბევრ რამეში არ ვეთანხმები. და ეს ჩვენი პირადი ტიერ ლისტი არის. ამიტომაც ბატონ რიჩარდს დავსვამ არაუშავს რაში. მაქს შტირნერი. ეგოისტური ანარქიზმის ფუძემდებელი. ჩემი თვითთკბობა, ოღონდ ჩემი არა, მის წიგნს ქვია ესე. შეგიძლიათ გაეცნოთ, ბევრი იდეა რაც მას აქვს აქ რომ თქვა აუცილებლად დავიბლოკები. აი აუცილებლად რა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მოაზროვნეა პოლიტიკური და ფილოსოფიური, ანუ ონტოლოგია ეპისტემოლოგიის რო არის, არ ვიძახი, პოლიტიკური ფილოსოფიის ხო ძალიან მნიშვნელოვანი მოაზროვნეა და ბევრ რაღაცას ამოგიღირავებთ, ვისაც საკითხული არ გაქვთ და წაიკითხავთ. გირჩევთ წაიკითხოთ. ბიჭო, კონკრეტულად პოლიტიკური ფილოსოფიის ხრივ შევაფასო ახლა ეს რასაც წერს, პოლიტიკური ფილოსოფიის ხრივ მე ძალიან ყველაზე მეტად მომწონს, მაგრამ ახლა ეპისტემოლოგია, ონტოლოგია ნაკლებად. ეთიკას მომწონს. დავაბალანსოთ მაშინ და კარგში მოუწევს ალბათ, ხო? ნორმალურში. ძალიან კარგში. მოდი ნორმალურში მოუწიოს, იმიტომ რომ ეპისტემოლოგია, ონტოლოგია ახლა ხო ხდები რა. ანუ ხო. ციგეთები. მოკლედ მნიშვნელოვანი მოაზროვნეა პოლიტიკის ფილოსოფია, ვისაც გაინტერესებთ, წაიკითხეთ. ვისაც არ გაინტერესებთ, არ წაიკითხოთ. ოსადასია ეს სამკაცის ფსევდონიმი არის, არაფერი მნიშვნელოვანი ისგან ამსმენია, ესე ვთქვათ, შეგვიძლია შევაფასოთ. ავთო შენ თუ რამე დასამატებელი, როგორც ვიცი, გიждები ამ ადამიანზე. მე. ხო, ანუ ჰაჰაჰაში ვერ ჩავს რომ მე. ორველი. საერთოდ არ არის ფილოსოფოსი, 1980-ში ცხოველთა ფერმა ასე შემდეგ, არც ერთი არა ფილოსოფიური ნაშრომი. 84-ში ჩემი საყვარელი პერსონაჟი იყო გოლდენშტაინი. არა, გოლდშტაინი. ობრაიანი. ობრაიანი, ხო. მოიცა გოლდშტაინი ვინ აბა? ის მაგათი ლიდერი, ანუ ყველაზე მეტად ვისაც ეწინააღმდეგება რა. კი. ხო. კი. ხო, ობრაიანი ჩემს საყვარელ პერსონაჟია. ობრაიანი კი ძალიან კარგი პერსონაჟია. ძალიან კაი პლოტვისტი იყო რაღაცა. ანუ კარგი ხატრული ლიტერატურა, მაგრამ ფილოსოფია არ არის. ხო. კროპოტკინი, ანუ ეს ანარქისტი რუსი ფილოსოფოსი, რომელსაც მე ჩავსვამ რომ არ არის ფილოსოფოსი, აი აქ და ვისაც უნდა მედაოს, ანუ რა ვიცი. და ვაფშე აი ეს კაცი ეკონომისტი, სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ბიოლოგი, რავი. ყველა ის ხო იცი დისკორდზე რო შევედიან და ყველა როლს რო იღებენ ეგ ტიპი არის. აჰა. მარქსი არის მეორეჯერ. ოღონდ ეხა ნახე. Karl Marx but younger and well groomed. ხო თქვი, ან იმაში უნდა იყოს მეში, ან გოუთში. უწევს ჩემთან. ნუ კაი ჯერ ენგელსი. ხო ჩემთანაც, მაგრამ ნუ მოკლედ მეორე მარქსი რო მარქსის sugar daddy ენგელსი მე და ნუ იმის მიხედავთ რომ თქვი რომ ერთი ანუ ან გოუთში უნდა ჩასვან მეში თქო რა. რავი, აქ ეს შავსოთ ჰაჰაჰაში, იმიტომ რომ ხუმრობა აშკარად ამის აკოფნა რა ვიცი. ორჯერ ყვა მარქსი. კილოს ევოლა მემარჯვენე ფილოსოფოსი, რაღაც ვებქვის მორჯულება და ამბები, ომის მეტაფიზიკა და თემები. ჩემთვის ამახრთოვანებელი ამ კაცს არაფერი არ დაუწერია, ფილოსოფოსსაც ნაკლებად განვიხილავ, რომ მკითხულობდი ხშირად მეცინებოდა, ამიტომაც ჰაჰაჰა. ჰიპო. ერმა ჰიპო, ხო? Yep. ნორმალური. შეგვიძლია ვთქვათ, ან არაუშავს რა. ხო. კაზინსკი ფილოსოფოსი არ არის. Вообще აქ რა უნდა? აინ რენდი არის ჩემი მეორე guilty pleasure. ოღონდ ლიტერატურაში. ადრად მოხდები გაშალა მაქვს რამდენჯერმე წაკითხული. პირველ წყაროში როლკი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პერსონაჟია, რასაც კი უარსები. არისტოტელეს მიმდევარი იყო, ნიცშე უყვარდა, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც აქვინელით იყო ალბათ ინსპირირებული. ან უпроსტად მაინც უფრო არისტოტელეთი რა. აქვინელი, ნიცშე და არისტოტელე უყვარდა ამ ქალს. ნიშნულოვანი მოაზროვნე იყო. ეგოიზმზე ეთიკურად კარგი რაღაცები ისაუბრა. არაუშავს რა ფილოსოფიაში, ლიტერატურაში მომწონს. ლუდვიგ ვონ მისესი, ეკონომისტი, მემარჯვენე კაპიტალისტური მხრიდან, ფილოსოფოსად ნაკლებად მივიჩნევ, არ არის ფილოსოფოსი. ავსტრიელი მხატვარი შემდეგიც არ არის ფილოსოფოსი. მოდი ეს არსად არ ჩავსვათ. დავტოვოთ ესე, როგორც არის, საწყლად თავი. შეიჩი, დავტოვოთ. იქნება აქ.
აი ბენ შაპიროს ჩავსვამთ და შენ არ ჩაგსვამთ. რა შაპიროს ჩავსვამთ და პეტერსონსაც ხო, პეტერსონი არ არის ფილოსოფოსი. ჟიჟეკზე ვიტყვი ესეთ რაღაცას. მისი წიგნები ძალიან კარგი არის, მართლა კარგი არის რა. მისი ვიდეოები საერთოდ არ გამოხატავს იმასაც უწერია წიგნებში. რასაც ნახავთ YouTube-ზე რა. აიკითხეთ ჟიჟეკის წიგნები, რომლებიცშიც კარგი ანეკდოტები უწერია, საინტერესო შედარებები და მნიშვნელოვანი იდეები. ჟიჟეკი როგორც ძალიან კარგი. ჟიჟეკი როგორც საინტერესო ჰეგელიანელი ძალიან კარგი. ოღონდ წიგნები და არა ის, რასაც გვაჩვენებს ვიდეოებით და გარეგნულად ასე ვთქვათ რა. წიგნები მართლა საინტერესოა. ბენ შაპირო არ არის ფილოსოფოსი, არც ეს და არც ჩარლი კირკი არ იყო. მე ეს არ ვიცი ვინ არის ეს ტიპი. რეგი წერია ალბათ გრეგ არის. ეს არის ალბათ შემქმნელი ამ tier list-ის, რა ვიცი. ალბათ. იყო goat. აჰა, იყო goat-ში ჩავსვათ? აჰა, ჩავსვი რა ვიცი. ხო. ნუ მიმები ქონდა ბევრი, ამიტომ ჰაჰაში ჩავსვათ. თან აშკარად მიმა და აქ დამატებული. ნუ თუ შემქმნელი და შეიძლება ვაფშე იუთუბერი არის ვიდეო. შეიძლება ფილოსოფოსიც იყოს ვიღაც თანამედროვე, წარმოიდგინე რომ მოგხვინა. ხო. მოკლედ მეგობრებო, არც მე არ ვიცი. ესე გამოიყურება ჩვენი tier list-ი. არ გავიმეორებ ახლა სად ვინ არის ჩასმული, თქვენ თვითონ შეგიძლიათ ნახოთ. სანამ არ გვეზარებოდა და ვიზეც არ გვეზარებოდა იმაზე ვისაუბრეთ ასე თუ ისე, ვიზეც დაგვეზარა და არ ვიყავით მათზე საუბრის განწყობაზე, შეგიძლიათ სტრიმზე მოითხოვოთ და ვისაუბრებთ, არ არის პრობლემა. ვიდეოს რაც შეეხება და არხს უნდა გამოიწეროთ და ვიდეო დაალაიქოთ. მრავალი კარგი პროექტი გელოდებათ კიდევ. მომავალში რაც დავიმილი არის და მალე იქნება, ძალიან. და დანარჩენი იმის თქმა შემიძლია რომ ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ სუბიექტური შეხედულებებით, რომელი ფილოსოფოსების მოგწონს და რაღაცა ისინი დავალაგეთ და შეგიძლიათ ვისაც ჩვენი აზრი გაინტერესებთ, ამის მიხედვით გაიცნოთ და გაითვალისწინოთ ჩვენი აზრი. მაგრამ ვინებით ჩავსვით ჰაჰაჰაში, მეში და ასე შემდგომ, ისინიც მნიშვნელოვნები არიან რა თქმა უნდა და გასაცნობად ღირს, თუნდაც მარქსზე რა ვთქვი, მარქსი აუცილებლად წასაკითხია დიუიც, მაკიაველის და ასე შემდგომ. და ამით ნუ გადახაზავთ და ნუ იფიქრებთ რომ არ მივიჩნევთ რაღაცა წასაკითხ ხალხად და განსახილველად. არა, არიან უბრალოდ ახლა მაკიაველს და ჰეგელს ერთად ვერ ჩავსვამდი ფილოსოფიის tier list-ში. ნუ რა ვიცი, საინტერესო ვიდეო გამოვიდო და წესით, იმიტომ რომ თითქმის უმეტესობაზე, ანუ ვისაუბრეთ მათი მთავარი ფილოსოფიური იდეები განვიხილეთ, ნუ თავიდან უფრო ბევრს განვიხილავდით, მაგრამ შემდეგ მივხვდით რომ ეგრე ბევრად მეტი დრო დასჭირდებოდა. თუმცა მეტნაკლებად ყველა ფილოსოფოსი განვიხილეთ და ისიც ახსენით, ანუ ვინ სად ჩავსვით და რატო. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ინფორმაციულიც იქნებოდა, სახალისოც იქნებოდა ალბათ რაღაც მომენტები. იუმორის გრძნობას გააჩნია ადამიანისას. ამიტომ, რავი, მადლობა ყურადღებისთვის და ყურებისთვის და ლაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ თუ არ დაგეზარებათ და ჩვენი ვებსაიტი და ყველა სხვა რაიმე საჭირო ლინკი ფილოსოფიის კლუბის და მისი წევრების იქნება აღწერაში.